ერთი ტიპი იყო, შენ თუ გახსოვს, ჩვენ რო ახალგაზრდები ვიყავით, ხავიერ კინტანა. აი ეგაწუბოდა, მაგრამ მე არა თვითონ აი ხალხში იმიტომ რომ ერთი არის ჩვენთან მოხსენიებულია ამიტომ ისტორიაში ადიოდა ექვთიმე ცხოვრებაშია რომ მიყავდა და სადაცო ჩვენი არამცირედი ნათესავი არიანო ესე იგი რაღაცა რწმენა იყო რომ მე საუკუნეში იყო რწმენა რომ იქ რაღაც ნათესავები არიან გერბის ცხოვრებაშია კარგი ხოდა მაგრამ და ის არის და ბუთველი არგუმენტი უთხარი რომ ნახე სისტემა როგორი გაქვს თulis ხობა ყველას ავტობითი ერთო და შენ უთხრა ჩვენ 20 თქვენს ყველა მე ხო ბასკურია რომ ვა საიდან შევუთხრა გადახედა თავის ენას მოთხარ ეგრე მარტო ჩვენ აგვაქვს ევროპაში ოსობითი სისტემა აბა დავიწყოთ მაშინ მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი ჩვენი მეგობარი ზაზა შათირიშვილი, ზაზა გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოკლედ გუშინ გამოქვეყნდა შენი მორიგი წერილი. და მოკლედ საინტერესოა თავისთავად ამ წერილის არსი რაც შიგნით წერია და მიზანიც ალბათ რატო მოხდა ამისაზე პირველად არ აკეთებ რა თქმა უნდა ამას თუმცა თქვათ ტრამპის ხსენება და ტრამპის მოხსენება ასე ვთქვათ როგორც ოლიგარქიული სისტემის თქვათ ნაწილისა და მისი მოხსენება როგორც ამ თამაშის წარმმართველისა ასე ვთქვათ ყოველ შემთხვევაში გარკვეული თვალსაზრისით სიახლეა ჩვენს პოლიტიკურ ასე ვთქვათ ანალიზში და მოდი უფრო კარგად შენთან მოგვიყევი. თავიდან როცა ტრამპი გამოჩნდა ჩვენ არა მარტო მე სხვაებიც ვადევნებდით თვალს მის დაპირისპირებას სიტყვიერ დაპირისპირებას deep state-დან და იყო რამდენიმე საკითხი რომელიც იყო ტრამპისთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ზოგი იყო გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი რითიც მოახერხა თავისი ამჟღავნების მობილიზება იყო ეპშტეინის თემა. კი, ბატონო. რომელიც ძალიან დიდი როლი ითამაშა. მოსვლის შემდეგ ნახეთ როგორ დაიხია უკან, გააბრიაბოა თავისი თემა. მე საბოლოოდ ის თქვა რომ ეს არის დემოკრატების მიერ შემოგდებული თემა. დაპირისპირება ილონ მასკსა და ტრამპ შორის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო, თუმცა არა ერთადერთი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რატომ არის ახლა ესეთი სენსიტიური ეს თემა ეპშტეინის კუნძულის. თავარი მომენტი არის ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს საზოგადოებას ცხადი არ ესმის, იმიტომ რომ ეს არის ტიპური, მე ესე ვიტყოდი, დასავლური თემა. ქართული საზოგადოება ცხოვრობს სხვა ღირებულებებით და სხვა ტრადიციაში. დასავლური და განსაკუთრებით ამერიკული, მაგრამ პრინციპში ამ შემთხვევაში მე ამერიკულს და ევროპულს არ დავუპირისპირდები, არ დავუპირისპირებდი ერთმანეთს. ელიტებს აქვთ რა მოდი ესე ვთქვათ გარკვეული ტიპის საზოგადოებრივი კონტრაქტი დადებული თავენ ამომრჩეველთან სადაც იგულისხმება რომ არის გარკვეული რაღაცა წესები არის გარკვეული ღირებულებები და არის რაღაცა რაც ელიტამ არ უნდა გადალახოს ყოველ შემთხვევაში ეს არ უნდა ჩანდეს მასმედიით აქედან ესეთი ცნობილი შეთქმულების თეორიის დისკურსი რომ თუ ლაპარაკობთ რაღაც ისეთზე, რომელიც არ ჩვენს ყველაფერი არის შეთქმულების თეორია და ხდება მარგინალიზება და დაბუირება. ერთ-ერთი უმთავრესი მომენტი რის გამოც დღემდე ყოველ შემთხვევაში აი დღემდე შირას გულისხმობ იცი აი მეტნაკლებად 21 საუკუნის დამდეგს. ითვლებოდა რომ გვაერთიანებს რაღაც გარკვეული ტიპის ეთიკა ეს უკვე აღარ არის ქრისტიანული ეთიკა, მაგრამ არის რაღაც გარკვეული წითელი ხაზები, რის გადალახვას არ შეიძლება და ერთ-ერთი იყო პედოფილია. და თუ ელიტას ყველაფერი შეუძლია, მაშინ საზოგადოებრივი კონტრაქტი და საზოგადოებასთან კონტრაქტი უკვე
ფაქტობრივად გაუქმებულია და ამის გამო დღეს არის კრიზისი არა მარტო ლიბერალიზმის, არამედ დემოკრატიისაც. დასავლეთს გულისხმობ. ანუ რეალურად აი ეს წითელი ხაზები, რომელიც არსებობდა აქამდე დასავლურ საზოგადოებაში და რასაც მოყოლებული ჟან-ჟაკ რუსოდან ეწოდება საზოგადოებრივი კონტრაქტი, რაც ლეგიტიმაციის საფუძველია ფაქტიურად. ლეგიტიმაცია დგას არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ იმ დათქმულ თუ იმპლიციტურ წესებზე, შეიძლება ეს არ იყოს პირდაპირ გამოხატული, მაგრამ არსებობს რაღაცა გარკვეული შინაგანი რწმენები. ამას არ გააკეთე. ეთიკური ნორმები. აი ეპშტეინის კუნძული და ეპშტეინი არის სწორედ ამისი გამოხატულება, რომ რაღაც ფუნდამენტური წესი, რაღაცა გარკვეული არის დარღვეული. აი ეს აქედან გამომდინარე, თორე აქ ის კი არ არის ამერიკულ საზოგადოებასთვის ეპშტეინი რაღაც ის კი არ არის იდეა ფიქსი. ეპშტეინი არის მეტაფორა აი ამ კონტრაქტის დარღვევის. და ტრამპი რომელმაც გასცა ესეთი პირობა, რომ მოსulis შემთხვევაში ის აღადგენდა აი ამ ნდობას, სწორედ მან ფაქტობრივად, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ ამ 9 თვის განმავლობაში მიზანმიმართულად უარი თქვა ამაზე, რამაც გამოიწვია მაგასთან დაპირისპირება, ანუ ყველაზე უფრო მისი გულისგული ამომრჩეველი, რაც მთავარი ამომრჩეველი, კი ჩარლი კერკის ტრაგიკულად დაღუპვამ რაღაც თითქოს შეანელა ეს დაპირისპირება, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პირობები, რაც მან დადო, რაც გამოიხატებოდა Deep State-თან დაპირისპირებაში და მის ასე ვთქვათ ვაშინგტონის ჭაობის დაშრობაში, რომ ეს არ სრულდება. მაგრამ მან წვანი ხوام თუ ეპშტეინის გამომზეურებას ამოსწრება. ნუ ცოტა ხნის წინ იყო თითქოს, რომ აი უყურეთ როგორც რუსეთი უკრაინის ომში ხო აკვირდებით რა, ერთ დღეს ერთ სამოს, მეორე დღეს მეორე სამოს, მესამე დღეს კიდევ სხვა სამოს, დაახლოებით აი ეგეთი დამოკიდებულება არის ეპშტეინის თემისადმი. თუმცა გახსნეს ხო ეს ეპშტეინი? იცი რა, თლად ეს არ არის, მან თქვა რომ მოდი გავხსნათ, მაგრამ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. ესაც აღნიშნოთ. ოკეი. არა, ხო დადეს რაღაც ფოტოები, მე მასაც დაუდეს თვითონაც. არა, ეს აქ ლაპარაკია სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სენატის და კონგრესის მიერ. ანუ ეს ჯერ არ არის მიღებული. ანუ ესენია გაჟონვა რა, ვიღაცა ფოტო გამოდო. ჩვენ რასაც ახლა უყურებთ და რაც მასმედიაში ხდება, ეს არის მართლა ცალკეული გაჟონვა ამ ხრიდან თუ იმ ხრიდან. როცა ტრამპმა თქვა, დიახ, აი მოდით ესე გავაკეთოთ, მაგრამ ეს მოდით ესე გავაკეთოთ კი არ არის, ეს ამასთან დაკავშირებით კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება. შენ ფიქრობ, რომ იქნება ეს გადაწყვეტილება? ხო, აი მე პარება სწორედ ეს ბოლო სტატია არის სწორედ ამის გამოხატულება, რომ რასაც მე უყურებ ბოლო 10 თვის განმავლობაში, რომ ესე იგი ტრამპი არის ან დამარცხდა, მოდი ესე ვთქვა, ან ნაწილია. მულ ერთი რო ვთქვა, ესე იგი ეს ეპშტეინის კუნძული პირობითად კი არა, რაც არის, რომ იქ იკრიბებოდა ეს ელიტეის ნაწილი, ვთქვა ესე, მაგრამ ნუ რადონეზე არის ეს გაჟონილი ეს სივნე, ნუ ესე ვთქვა ეს ესე იგი უცნობია და უბრალოდ ჩადიოდა რაღაც ისეც, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის. იქ რო რამდენად რაღაცა ხდებოდა, ამას აღიარებენ. ეხლა ერთადერთი დარჩა გასარკვევი, რადონეზე არის მაგრამ თუ არ გაიხსნება ფაქტორი, მთელი ელიტა იქნება. ამაში მთელი ამბავი. თუ არ გაიხსნება. ამაში მთელი ამბავი, რომ ესე იგი ეპშტეინის კუნძული არის ეს ეპშტეინი აღრიცხავდა კიდეც ამ ყველაფერს. გადაღებული, ნუ იღებდა. და მე მოიკლა თავი. თან ისე მოიკლა, რომ ველგებულობთ არ ჩანს, ესე იგი ზუსტად ის არის წაშლილი ვიდეოებზე ის მომენტი. და მე ჩანს უკვე მკვდარი. ხო, ნუ აი იმდენი ფაქტორია, იმდენი აი როგორც ჟუანიას მკვლელობასთან თუ გარდაცვალებასთან თუ დაღუპვასთან დაკავშირებით, იმდენი იმდენი თეთრი ის არის, რა ქვია,
რომ ვერ გვებულობთ რა არის ხო ეხლა ჟოანია მაინც არ არის სისტემური რაღაცის ნაწილი ხო ვიტყვით რომ შემთხვევითობაა თუმცა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აქაც რაღაც გარკვეული სისტემა იყო მაგრამ ეპშტეინის კუნძული მოიცავს ყველას და ყველას და ეს ფირები დატო ეხლა რო კარგად ვთქვი ეს ფირები დატოვა ეპშტეინმა ეს მაფხილი კომპრომატები არსებობს არქივი რომელიც არის დახურული გამოძიება მიდის გამოძიება არ არის დამთავრებული და ერთ-ერთი პირობა რაც დადო ტრამპმა რომ გაასაჯაროებდა ხო ის როგორც სხვადასხვა ერთ-ერთი პირობა რაც დადო არ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ხო რაღაცა ნაწილის მოხდა მაგრამ არამთლიანად ხო აი აქაც ესეთი მომენტია თუმცა ესე იგი და შეიძლება ეს იწვევს ამორჩეველში უკმაყოფილებას არა თუ იწვევს არამედ მე ესე ვიტყოდი რომ ტრამპის რეიტინგი არის ძალიან დაცემული დაახლოებით ისეთივე არაპოპულარულია როგორც ბაიდენი თუ რეიტინგებს გავზომოთ მაგრამ ტრაგედია სულ სხვა რაღაცაა ხო და მეცადე ბარები რომ დავიზუსტო პოპულარული შეიძლება მაგი და არაპოპულარულია და ლიბერალიზმისგან გადადიან თუ არაპოპულარულია და სხვა კონსერვატორიობა ეხლა ორი სიტუაცია მოდი ავიღოთ ეს ორი შემთხვევა არჩევნების ერთი ნიუ-იორკი ხო თვითონ რომ რესპუბლიკელებმა მზად იყავით რომ წავაგებთ არჩევნებს შეგეთ 3 დღის 2 დღის ხო იმიტომ რომ ორი შემთხვევა მოხდა ერთი მოხდა ნიუ-იორკში როდესაც გაიმარჯვა დემოკრატმა და ეხლა მეორე შემთხვევა როდესაც ასევე გაიმარჯვა დემოკრატმა თან ისტორიულად ბოლო 30 წლის განმავლობაში აი ამ შტატში რესპუბლიკას დემოკრატს არ გაუმარჯვა ეხლა გაიმარჯვა დემოკრატმა ანუ აშკარად თან გავითვალისწინოთ ისიც რომ ოქტომბერში არის კონგრესის არჩევნები ხო და მაგითქვა რომ მზად იყავით რომ წავაგებთო ანუ აი ეს უკვე რა არის უკვე აღიარებითი ჩვენება იმიტომ რომ თუ წინა მაგის გამოსვლებს ტრამპის გამოსვლებს შევხედავთ იქ აბსოლუტურად დარწმუნებულია გამარჯვებაში მაგრამ აი ამ ორმა ამ кейსმა ხო სადაც დემოკრატებმა გაიმარჯვეს თან ისეთი სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს და რესპუბლიკელების კანდიდატებმა არათუ კონკურენცია ვერ გაუწიეს, არამედ მინიმალური ხმები აიღეს ფაქტობრივად, ხო? ნიუ-იორკში ეს მოსალოდნელიც იყო. ნიუ-იორკის ფაქტორი კიდე სხვა მომენტია იქ მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმარჯვა უკიდურესმა ესე იგი მემარცხენემ, რომელიც პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ არის დემოკრატი. ეს კიდე სხვა საკითხია, აშკარად იკვეთება შეერთებულ შტატებში, რომ ჩდება ახალი პოლუსი. ამერიკული ბჭყალებში სოციალიზმის სახით. ხო, მაგრამ ეს ნიუ-იორკის მერის თემა ცოტა ისეთიც არის ახლა. პირველი სურათი სოროსის შვილთან ერთად გადაიღო, როგორც კი მერი გახდა ახლა. მისი სოციალიზმზეც ბოლომდე ვერ დავა. ხო, აი, მაგრამ ამიტომ ესე იგი ვაჩვენე, რომ დღეს იციან ხოლმე ესე ბჭყალები მიტო ვაჩვენე. ამერიკული სოციალიზმი რას ნიშნავს ესე იგი? ამერიკული სოციალიზმი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, როგორც აი სანდერსის არ იყოს, კაცი არის სოციალისტი და არის მილიონერი. ხო, და თან ეხა ეს არ არის ერნსტ სტელმანი და ვლადიმერ ლენინი. რა თქმა უნდა. ხო, არა, მან ეგ არის თელი ამბავი. და მეორე კონსენსუსი რა მხრივ ეს სოროსის შვილის თემა ძალიან საინტერესოა. თვითონ ეს სოროსის ყველაზე ნაბოლარა მეხუთე შვილია 3 წოლისაგან. ეს ბოლო წოლისაგან არის სულ რომლის მეუღლეც ახლა გახდა ჰილარი კლინტონის მოადგილე და რომელსაც უკავშირდება აი ეს ცნობილი სკანდალი იმეილების. ხო. აი სწორედ ეს ეხლა ბიჭად იმას დაუბრუნდეთ. ანუ შემოგვიყვანოს ეპშტეინის თემით ამორჩეველი გადადის დემოკრატების მხარეზე? არა, შეიძლება არ მიდის უბრალოდ არჩევნებში. რეალურად არის ეგეთ სიტუაცია. როგორც 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება გამოიწვია იმან რომ უპრეცედენტოდ ბევრი ამორჩეველი მოვიდა ისეთი ამორჩეველი, რომელიც აქამდე არ დადიოდა, ხო?
და ეს იყო რაღაცა მოკლედ უკანასკნელი ჟამის გარკვეული აპოკალიფტური ისეთი არჩევნები, ხო? დაახლოებით ესეთი რაღაცა მოხდა 2024 წელს არჩევნებში მოვიდა ამერიკაში ესე მოვიდა მოხდა რესპუბლიკური ტრამპის ამომრჩევლის სრული მობილიზაცია. ეს რამე არ ყოფილა. რაღაც 10 მილიონით მეტი ხმა მიიღო ვიდრე და მოხდა კიდევ ერთი რაღაცა. ამერიკაში არის ესე იგი ორი ტიპის არჩევნები მეთქი ასე ვერ ვიტყვი, ესე იგი ორი ხმის დათვლა ხდება ორი პრინციპით. პირველი, ну, რაც გადამწყვეტია წარმომადგენლობითი და მეორე ითვლიან აბსოლუტურ ხმებსაც ითვლიან და პირველად მოხდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომ ამ აბსოლუტურ ხმებში ტრამპმა გაიმარჯვა. ძალიან იშვიათად ხდება ეს, რომ აი რესპუბლიკელები რო იმარჯვებენ, მაშინაც როგორც წესი აი აბსოლუტურ პოპულარ ვოუთი შეიძლება წააგოს, მაგრამ თუმცა ეს ხო არ ბუნდა ოფიციალურად ხო, მაგრამ ითვლება ხდება ორივეს დათვლა. მე მგონი 16-ში წააგო პოპულარ ვოუთი თუ სწორად მახსოვს. წააგო, კი, მაშინ წააგო რაღაც 2 მილიონით. ხო. კი, მოიგო წარმომადგენლები. ასევე ესე იგი, ანუ იყო ძალიან დიდი ისე ვამბობ ეპშტეინის კუნძული და ეპშტეინის თემა ეს არის უბრალოდ რეპრეზენტაცია ვიზუალური აი ამ მთელი პრობლემებისა და ისე ვიმეორებ ანუ მაშინ ეს ხებასობრო ეპშტეინის თემა იმდენად სენსიტიური აღმოჩნდა ტრამპისთვის რომ ვერ ხსნის და ნუ ხო იცის რომ თუ ამიტომ აგებს ესე იგი რასაც შედამბობ და მაინც ვერ ხსნის. ხო, აქედან რა გამომდინარე, არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ მთელი ელიტისთვის კი. მაგრამ თავი მომენტი რა არის? აქედან რა გამომდინარე, რომ ჩვენ deep state-ი. მაგრამ ხო ეს ხო არც დემოკრატებმა არ გახსნეს. არავინ არ ხსნის. არა, ხო რა თქმა უნდა. ამაზე ლაპარაკ, იქ ორპარტიული ჩართულობა იყო ეპშტეინის კონსულში. იქეთყობა უფრო დაახლოების მომენტი ქონდა ორი პარტიის. როცა ლაპარაკობ deep state-ი, რა არის deep state-ი? აი როგორც ჩემი მეგობარი და თქვენც იცნობთ შესანიშნავი ფიზიკოსი რომელიც არის თან საზოგადოებრივად აქტიური და ძალიან კარგი პოსტები აქვს საინტერესო ლევან ჭოტორლიშვილმა ერთ პოსტში დაწერა შემდეგი რამ დაწერა პოსტში და ამდენად ვაციტირებ რა არის deep state-ი ქართული deep state-ი მისი აზრით არის რა 4 რამ ეს არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ არსებული კონსერვატიული ინტელიგენცია თბილისელი გამოსული ადამიანები ანუ დემოკრატია და მეოთხე ადგილობრივი პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობა რომელიც ცხოვრობს ტრადიციული ღირებულებებით აი ეს 4 ფაქტორი ეს 4 რამ განსაზღვრავს ქართულ deep state-ს და მე ვაგზელებ ესე ბიძინა იუნიშვილი და ქართული ოცნება ასრულებს ამ deep state-ის დაკვეთას აქედან გამომდინარე საკრალური მსხვერპლი იქნება ის ვისაც დანიშნავს აირჩევს ქართული deep state-ი ამერიკაზე რო გადავიდეთ ამერიკული როგორ მსხვერპლი აი დავუშვათ საკრალური მსხვერპლი ხო უნდათ არა და არ გამოდის, იმიტომ რომ საკრალური მსხვერპლი არის მხოლოდ ის, რომელზეც ქართული deep state-ი იტყვის, რომ ეს არის მსხვერპლი საკრალური. ამიტომ ვისაც ის შეიწირს. ისინი არ ზია ამაღლობელი და რაღაც, ნუ არ საკრალიზდება. ვერ ხდება საკრალიზაცია, იმიტომ რომ არ არის deep state-ის, ასე ვთქვათ, შეკვეთა. მიერ მიღებული. ხო, და აქედან გამომდინარე, რო გადავიტანოთ ამერიკაზე, ხო, რესპუბლიკელები, დემოკრატები ან ამას ვერ ვიხდი ამ თემას, მაგრამ არა უშავს. ანუ ამერიკული deep state-ი არსებობს რაღაცა ჯგუფი, რომელიც რაღაცას გეტყვი, ხო, გურული რო უხსნის. თქვენ არ მოგივიდეთ, ხო? რა არის ბიჭო, ერთხელ აუხსენიო, ვერ გეიგო, მეორეჯერ გავაუხსენი, ვერ გეიგო და მესამეჯერ ვაუხსენი, ძილს ვერ გევიგეო. მე თვითონაც ძილს. ხო და მაგას გემი არსებობს რაღაცა ესე თქვა. არის რო ბიხსნის კარგია და შე თქვა და ის ბიხსნის. იმიტომ არსებობს რაღაცა. გაიგო ესე. გავიგე, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა შინაგანი მდგომარეობა, რაღაცა გარკვეული ჯგუფების, რომელიც ზაზამ ჩამოთვალა ეკლესია, რაღაცა ვთქვათ ეს ინტელიგენცია, ხალხი,
რომლის განწყობაც განსაზღვრავს იმას, რა მოხდება ქვეყანაში. რა იქნება მიღებული და რა არ იქნება მიღებული და ეს გავიგე. ხო, და შესაბამისად სხერპლი მაგალითად ხო და ლიბერალურზე ამაო და ხალხისთვის არა ეს ის ვერ მსხვერპლდება, ის ვერ იღებს რა ამ სხერპლს რა. გავიგე. არ იღებს სხერპლად. არ იღებს სხერპლად, არ აღიარებს მას როგორც სხერპლი. ეცინება ამაზე. ესე იგი და ამიტომ უყურე რა არის მნიშვნელოვანი თუ ამ თემას კიდე გავაგრძელებთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ იმათთვის რომ ორი ტრუპი ან ფეხზე მექალი რომელიც აი მაგალითად რომელიც დიპსეიტმა შეიძლება შეიცინოს რა. შევეცდები განმოვითარო კიდევ ერთი შეთქმულების თეორია. ჩემი აზრით აი ეს BBC-ს მიერ მომზადებული ფილმი რომელიც ალბათ ერთი წლის წინ იყო მომზადებული გამოამზეურეს მაშინ იმ სიტუაციაში როდესაც მოხდა ეგრეთ წოდებული ალიკო ელისაშვილის кейსი ჩემი აზრით ჩაფიქრებული სხვანაირად იყო და სხვანაირად მოხდა როგორც ხდება ხოლმე ხშირად ბოლო პერიოდში ღმერთი გვიფარავს როგორც ღვთისმშობლის ქვეყანას ჩემი აზრით ჩაფიქრებული იყო რა რომ ალიკო ელისაშვილი რომელიც მივიდა ნასვამი და რომელსაც უნდა დაეწვა ცეცხლი უნდა გაიჭაღებინა უნდა გამხარე ეს ნასვამი შენი ინტერპრეტაცია არა ნამდვილად კი არა მოვბენ მაგრამ არის იცადო ნამოვჭერთ მე იცარი ხო მაგრამ ხო არა კი ეს პირველ ეს შეამოწმეს ნასვამობით გადაწყვეტილი გაბავია უყურე რა არის მე ესე მგონია იყო დაგეგმილი არა ეს დაგეგმილი იყო დაბადიტუბინო თან დაალევინეს ტიპს რა აი ხომ ეს შევ დავლევთ და წავიდეთ და იმის და ნაცმოძრაობის ოფისის დასაწავად თულია და არა ხომ არა ეს ხო მანამდე დაგეგმა და ახეოდა რასაც არა ამიტომ ამბობ რომ ეს შეთქმულების თეორია და მე რაღაცები ჩემი ის არის რა ქვია არა ფაქტი არის სახლიდან გავიდა ფაქტია მე თუ კი არ გელაპარაკები მოვლენა რო აღვიქვათ სწორად მე თვითონ არის ხოლმე ცდელობა და რომ რაღაცა გამოიყვანონ ვერსიებს ხსამე რომ თვითონ სულელად გამოიყვანონ ახლა თავისი სიტუაცია დაუძიმონ და შეიძლება სადავე მოყვათ მეუღლეც მოყვა მისი და სახლიდან გავიდა ხო და არისო ხო ნუ კაი ნუ არ ვიცი ხომ ხო აი ამაზე ხო დავსვამე ჯერ იმ ხელგზაზე კაცი გაუფხიზდებოდა რა ცulis ნასვამობა არა ნასვამი იმას ცulis რომ ახლა წარმოვიდგინე შენ როდესაც ის აკეთებს ეს რაღაცას ხო და შეიძლება ვერ გამოესწრო და თვითონ უნდა ჩანაფიქრი მე მგონია ესეთი იყო რომ თვითონ უნდა ყოფილიყო მსხვერპლი იქ ამ აქციის რის შემდეგაც ეხლა უყურე არის მსხვერპლი რატო არის საჭირო ნუ კი გასაგებია მზია ამაღლობელი ცოცხალია თვითონ უკან ჯვარი წერია და უნდა დამწვარიყო თვითონ მე ეს მგონია ვიღაცის ეს კი ეს მის ჩანაფიქრი კი არ იყო და რა სასიტყოდენ მე იყვანეს და დაწვესო თუ რა უყურე როდესაც აი ადამიანი კვდება და თან ესე ნებისმიერი ქართველი ეხლა რომელ მხარეზე არ უნდა იყოს ესე კი ეს უკვე რაღაცაა მისთვის რა თან ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენი ემოციურობა და ჩვენი ეს ამ დროს ჩდება ფილმი რომელიც გეუბნება შეთხოვება იქ რას ხო შევეხობ ეცი რაცაც უკვე ჩვენ უკვე ესე ვარ რასაც უყურებთ ჩვენ თუნდაც აღარ უჯერა მაგრამ ის სულაც არაპირებდა იქ ერთი წამეოდოდა და ჩვენვად მიდიოდა ახლა რა შემდგომარეობს შეთქმულების თეორია რასაც ახლა მე ვაღალიბებ და სწორედ ამის შემდეგ რომ გამოჩნდებოდა BBC-ს ფილმი რომ აი ხელისუფლება იყენებს გაზებს და აი პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ და აკრძალული როა აი ასეთ სიტუაციაში თუ ის საკუთარ ხალხს და გაზი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა იმიტომ რომ ჰოლოკოსტის ნარატივის ყველაზე ესეთი მომენტი საშინელი რა არის რომ ეს 6 მილიონი ადამიანი გაზის კამერებში არის დახუცილი ხო ანუ გაზი არის ის წითელი ხაზი 9 აპრილიც აბარა მაგრამ ეს კი 9 აპრილი ჩვენთვის და ჰოლოკოსტი ყველასთვის ანუ გაზით მოწამლა თქმა უნდა აქედან გამომდინარე აი ეს კაცი დაიღუპა და რას ეწირება ეს კაცი ხო რას შეეწირა და აი ეს ხელისუფლება რომელიც გაზებს მაგრამ რადგან ეს არ გამოვიდა და ყველაფერი იყო ძალიან სასაცილო კავშირი ამ ფილმსა და ამ кейს შორის ვერ დაიჭირეს და ჩემი აზრით არის ეს კავშირი ნუ ის ფილმი მაინც შენ ფიქრობ რომ უნდა ყოფილიყო
კარგი. ხო. და ანუ შენ რო ვწდები ეს ჩემი თეორია. არა, მაგრამ მე ერთ ნაწილში ვაგიხარ რომ მე მგონია რომ თუნდაც ვიტყვი რომ ამის შესახებ ვიღაცა მიცოდა. ვიღაცებმა ეს რომ მზადდებოდა და რაღაცა ეხმარებოდნენ რატო იმიტომ რომ ამის დაწვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შექნებოდა აზრი. თუ ის პროტესტი იყო, რასაც თვითონ ამბობს, რომ პროტესტს უცხადებდიო, რომ მე ადამიანებს უნდა გაეგოთ, რომ ვიღაცამ ეს ჩაიდინა. ანუ დახე მოხო შეთქულებად, მე შეთქულების გარეშე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა რომ შენობა დაიწვა, ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა წმინდა ეკონომიკური ზარალი. თუ სხერფლი არ იქნებოდა. თუ სხერფლი არ ყოფილიყო. თუ ჩვენ არ გავიგებდით რომ ეს ალეკომ დაწვა, ხო. და ნუ გავიგებდით რომ დაიწვა რა, შენობები იწובה ახლა და ცუდი ამბავია, ჯვარი წერია და იწובה შენობები და რა დაიწვა შენობა და არაფერი კაცი შენობა სასამართლოს არის, სასამართლოს კანცელარია დაიწვა და დაიწვა. ამბავი იყო რომ აი მე დავწვი. ხო გახსოვს? აი აფიცერი მე მოვკალიო იმაში რო არის. თავარი რა მომენტია. თავარი არის რომ ვიღაცას უნდა და თუ ჯვარი წერია, თუ ალეკოს რავი მომედოებდა მართლა ჯვარი წერია, ვიღაცას ხო უნდა ეთქობა რომ ეს ალეკო თორე ახლა გავიდო და კაცი 1000-ზე წავიდა და კანცელარიაში ხარ დაუწყებდნენ ხაძებნას. ეს იგი მთელი ამბავი რა არის? დავაკვირდეთ ლოგიკას. ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დაწყებული. ხო, მაგრამ ეს ქიმიას მეორე ნაწილში მოდიხა ეს ჩვენ ეს დეტექტიურებას ვერ გავარჩევთ. ამის გამოძიება, მაგრამ იმ ნაწილში რომ ეს გაზის თემა და ფილმის შემოტანა ეს რომ ნამდვილად არ იყო შემთხვევითი და ყველა წინაპირობა იყო სამიცოდ მომზადებული და როგორი წუჩივე როგორი მომზადებული ეს იყო წინასწარ მომზადებული რომ ამას რაღაცები უნდა გადაეფარა და უნდა მოეხთინა უბრალოდ გადაეფარა უნდა გაეძლიერებინა ხო და უნდა ეს გამختარიყო უნდა ცენტრალური кейსი არის მაგრამ დამოუკიდებლადაც უკვე იმან არ ყოფილად იმუშავა შეიძლება დაემთხვა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ტრაგედია უნდა მოხდარიყო და კომედია მოხდა მაგრამ ამ ფილმზე რა არის ჯერ ერთი რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ მოხდებოდა მსხვერპლი და რამდენი რამე დაემთხვა პირველი დაემთხვა რომ შემოიტანეს და ამისი ამბავი დაიწყეს ადამიანებმა რომელთაც თუ დამაპატიონ და თუ ნუმაპატიებენ დაბალი ნდობით არიან, იმიტომ რომ შემჩნეულები არიან მრავალგზის, ესე ვთქვათ, ყურილებში. არ იყოს სწორი გამხმოვანებლები შენ BBC-ის ფილმზე ამბობ. BBC-ის ფილმზე ვამ. თვითონ BBC ახლა შემოვინახე, თვითონ BBC-ის თემა გაუფუშტა სახელი და მოკლედ ეს აღმოჩნდა რომ ეს უპეტერის ცოლი ეს ის თამრო აღარ მეტიც ხალხმა რომ და ახლა ჩვენთან რატო იყო იცი BBC აბა ცუდი კი არ მინდა თქვა ჩვენ ვიცით ახლა BBC-ის თემა ნუ BBC ესე იყო იმიტომ რომ ესე იყო თუ არა ხალხი უკვე დაფიქრდა რომ სიამოვნებაში არც არასდროს არ იყო BBC არის და იყო და იქნება ბრიტანეთის დაზორვასთან და ძალიან დაკავშირებული ძალიან და სახელმწიფო BBC იმიტომ იყო ყოველთვის მართალი რომ ამას უკან ედგა ფლოტი, ამას უკან ედგა ჯარი, ამას ედგა იმპერია, ამას ედგა დიდი კაპიტალი და იმარჯვებოდა და იმიტომ იყო BBC მართალი ყოველთვის, იმიტომ იყო BBC რასაც ამობდა, ეს იყო მართალი. ანუ იმით კი არ იყო თავისთავად. ეს დიდ მომენტზე CNN-იც ესე იყო და მთელ ამბავში იყო ძალიან ბევრჯერ მოხდა მაგალითად და ის მაგალითად იუგოსლავიაში მოხდა ძალიან წესით რო სკანდალი უნდა ყოფილიყო რომელიც ერთბედიას დამარხავდა მაგრამ გინდა Deep State-ი დაარქვი და გინდა ის არა CNN-მა გაუშვა კადრები და აჩვენა როგორც არ მინდა ახლა შევიდე როგორც ერთი მხარის დანაშაული შეიძლება 99-ში იუგოსლავიაში შიგნით არა აბა პრომოზამო შიგნით რომ მიდიოდა იუგოსლავიაში 1999-ში ხო მანამდე მიდიოდა 90 დაბომბვამდე 15-დან ხო დაბომბვამდე მიდიოდა ომი აი ხო კი კაცო ხო აღარ მინდა ხა რომელი მხარე და რომელი ვარ შევდა ხორვატია სერბეთის აი და ესენი ბოსნიელები ბოსნია ჰერცეგოვინა მოკლედ CNN-მა გადმოცა როგორც ერთი მხარის დანაშაული ვისაც უჭერდა მხარს და მოკლედ მთელი ამბავი და ამან ძალიან გავლენა მოახდინა მაგრამ შემთხვევით საფრანგეთის მინდა რომელიღაც არხმა ხო ჩაულებრივ თავის მომბეში გაუშვა იგივე კადრები დასაფლავები და გაუშვა რეალობა და ისე რომ ეს არ იცოდა ეს რა ჩანაფიქრი იყო ამ სიტუაციაში და დააკავშირეს და აღმოჩნდა რომ სრულიად სხვა ამბავი მომხდარა
ანუ რა მაგრამ ნუ მას სიმართლე ის იყო იმიტომ რომ ეს უკან ესე ედგა და ესე ედგა იმიტომ რომ თქვა თუ იმას იტყოდა რომ BBC რომ ვიღაცა ქვეყანას ატომური ბომბი აქვს ესე იგი აქვს მას ატომური ბომბი და ეს ქვეყანა დაიბომბებოდა და მოკლედ არა 2003 წელი იგივე ერაყის кейსი ჩვენთან CNN-მა და BBC-მ მან ხო და ნახე რა იყო ის კამიდა ნახე ჩვენ მაყურებელი მაინც ესე ვიყავით მიჩვეული იმიტომ კი არ გოფრებისთან რომ BBC რასაც ამბობს მართალია იმიტომ რომ ესე მოხდება მე ესე ვიждებოდი საფრთხე არა იმიტომ რომ ესეც მოხდებოდა ამერიკის ხმა ხო იმიტომ რომ ნახე გადაგზავნები აქაური правда იყო იმიტომ რომ правда რო გეტყოდა რომ ეს ადამიანი ცუდია მე ადამიანს იჭერდნენ შეთვალწი ხდებოდა ეს ყველაფერი ხო ეგეთი ამბავი BBC ესე იყო მაგრამ აქ ჩვენ მაყურებელი რა დაემთხვა თვითონ შიგვე აქ ჩვენ კი არა რომ სწორი თქვა და არა სწორი თქვა ჯერ ამბავი აღმოჩნდა რომ ნუ ბოდიში არ მოიხადა მაგრამ აღიარებინა ტრამპთან და აქ უკადები და ტრამპის кейსი ერთ-ერთ ხალხსმეტი ძალა აქ თუ აი ტრამპი ესე იგი BBC შეიძლება ტრამპთან არ იყოს მართალი მეორესთან არ იყოს მართალი და ნუ მე აქ ახლა ადამიანები როგორი ფაქტი იყო იცი რომ გაჭირდა დაჯერება იმიტომ რომ ერთი წლის მანძილზე არ იყო მოწამლული ადამიანები და უცებ ერთი წლის შემდეგ დაიწყეს ადამიანებმა მასობრივად დაცვინდა ხო მე ამასაც უნდა გითხრა რომ მე უნდა გითხრა ამ საქმეს უყურებ ახლა პიარი არის საზოგადოებასთან ცუდი რამე კი არა თავის საზოგადოებისთვის მიწოდება არის ეს რომ და გონიერებასთანაც არის და კავშირში ძალიან მნიშვნელოვანი რომ მიაწვდი და მე ეს ადამიანები მასობრივად კი აღღერებდნენ ამ თემას მაგრამ თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არავის არ და თავის სტუმრებიდან და მაგალითად ახლა ამბავი სულ თუთიყოს რომელიც ხალხმა უკვე შეისწავლა ხო თუთიყოს რომ წელიწადში ორჯერ ცვივა ისე და სტუმრები მაინც და მაინც აი კათამს არ ცვივა თუთიყოს ცვივა ადამიანს რომ მიიყვან ეთერში და ასე რომ გვინდა რომ ქვეყანამ მოკლედ ეს საკრალურ სხერფლად მივიღოთ და დაწამლული ვიყო და ხო თუთი და ამერს რომ მიყვები რომ ამაზე სერიოზული სახით რომ მოყვება რომ მის თუთიყოში გასვინდა ესე ვთქვა ბუმბული ხო ნუ უკვე თემა ესე იგი ჩავარდა ძალიან ესე ვთქვა ძიმედ ხო ხო აი ამას ვამბობ ზუსტად რომ რეალურად დაგეგმილი ეს იყო ეს ფილმი უნდა გამოჩენილიყო ამ თავზარი უნდა დაგწებოდა თავზარი უნდა დაგწებოდა იმიტომ რომ უყურე რა არის იღუპება ალეკო ალესაშვილი ხმართლა დიდხანს აწუხოს მაგრამ ნუ ჩანაფიქრზე ვამბობ ჩემი აზრით ეს იყო დაგეგმილი ალეკოს გარეშეც გამოვიდოდა ეგ ამბავი თავზარი ალეკო კაი არა ვიღაცა რომ დაიღუპოს მოდი ესე ვთქვა ვინმე იქცი მაგრამ რადგანაც ახლა ეს кейსია ისე ვიმეორებ უყურე რა არის მოყოლებული ჯერ კიდე სააკაშვილის ვერ ვაკავშირებ არ რომ არა სხვა რამეს ვაუყურე და მოყოლებული სააკაშვილის ზეობის პერიოდიდან სულ არის ლაპარაკი მსხვერპლზე რომ აი ვიღაც უნდა მოკვდეს ორი ტროპია საჭირო შემდეგ აი ფეხმძიმე ქალი როგორც მიშე ამბობდა ხო და ასე შემდეგ ანუ მთავარი მომენტი რა არის შენ მოწადე რა სად გადის სად გადის ალეკო მოკლესო იტყოდნენ ამას ამბო ალეკო მოკლეს კაცი დაიწვა და მე ახლა შენ დაწვეს თუ არ და ხო უკვე ხო გესმის რა ხდება ხო რაიგე ახლა უყურე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სად გადის ზღვარი ჩემი აზრით არაცნობიერად ეს იმათმაც იციან და ცნობიერადაც კარგულად ხვდებიან ზღვარი გადის ახლა მე პირობითად ვიტყვი ერთ სახელს მაგრამ აი ჩემთვის თავიდანვე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გირგულიანზე იმათმა გააკეთეს გირგულიანი და გირგულიანი არ იყო შემთხვევითობა როგორც სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში არის არაჩვეულებრივად გამოხატული ეს არის სისტემური ძალადობის მაგრამ ეს არის ზუსტად ის ესე ვიტყოდი кейსი რომელიც თლიანად ასახავს სისტემას ანუ გირგულიანი არის ხავსი აქვს ბევრი ჩადენილი კი გირგულიანი არის არაუბრალოდ კერძო სახელი არამედ უკვე საზოგადო სახელი კი ბატონო ამ აზრით აი განსხვავება როდესაც ამბობენ სად არის განსხვავება აი გირგულიანი არის განსხვავება და მათ უნდათ თავისი გირგულიანი სხვადასხვა მათ უნდათ ისეთი თავისი გირგულიანი რომელიც მოახდენს მობილიზაციას მოსახლეობის ერთ ამბავს ატარებენ ხოლმე ხშირად მე ამას აღგვადებდნენ თვალს როდესაც ხანდახან კითხავენ ხოლმე ჟურნალისტები რომ ეკითხებოდნენ რომ აიო ესო პრეზიდენტმა შეიწყალა ისინიო თვითონ ჩაუმეო პრეზიდენტს ჰქონდა ამისი უფლებაო დასაკონია ჰქონდა პრეზიდენტს ამის ფორმალური უფლება მაგრამ აი სწორედ ის არის რა ხო აი მაგას ამბობ სიტუაცია მაგრამ
ეს რატო ვიყო, იცი, არ კადრებს გაგახსენებთ თუ არა გავთანახი ეს ტელევიზორში გავიდა სხვათა შორის ჟურნალისტთა გამოძიებით, ესენი როგორ ცხოვრობდნენ ციხეში, სრულიად განსაკუთრებულ პირობებში, იქ იყო სვამდნენ, ხალები მიყავდათ და გამოდიოდნენ მანქანით, ეს გადაღებული. კი, ყველა ვიცის. რატო იცი, სისტემა იყო იძულებული, რომ ფორმალურად ჩაეშო. ღამე ხანდახან გაეთიათ, ესე ვთქვათ, იქ და ანუ ეს იყო აბსოლუტური სისტემა და პრეზიდენტმა მე ესენი შეიწყალა. ნორმალურ სიტუაციაში სწორედ ეს არის, რომ მარტოს იყოფოდა, რომ ის ამის ნაწილი რო იყო და გინა წვედა არ ქვია და გინა უფროსი და არ ქვია ამ თავისი იმ გადაწყვეტილების, იმიტომ რომ ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი აუდნაო სინდისზე აღარ გელაპარაკები, ამას არ გააკეთებდა. აი მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის იძულებული იყო, რომ შეეწყალებინა. აი ხოლმე გადმოვიყვან ჩვენს რეალობაში. აი სწორედ ეს იყო სააკაშვილის ეპშტეინის კუნძული. დი ბატონო. აი ეს არის აი ჩვენი ეპშტეინის კუნძული ეს არის. და იმათი აი ეს არის. ანუ თუ იქ არის ზღვარი პედოფილია, ჩვენთან ზღვარი არის აი ეს. იქაური ელიტას ეს არის ეპშტეინის კუნძული. ეს ელიტა რითიც არის შეკრული. იმ ვიღაცები იყო, ვინცაც შეხება არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა. აი, იმიტომ რომ უმაღლესი კასტა. ეს უმაღლესი კასტა, რომელიც საკმაოდ დიდი კასტა იყო, რომელსაც ყველაფერი ეპატიებოდა. მათ ცოლებს ყველაფერი ეპატიებოდა. იქ ვიღაცა ბიჭების რო აწვალეს და აწამეს სვანი ბიჭები და რა, ესე ვთქვა, თელი ამბავია, რომელიც არიან ერთმანეთთან ძალიან უხილავი ძაფებით და ძალიან ეს უხილავი ძაფი სინამდვილეში ძალიან უწყვეტი ძაფია, არა, ესეთი ძაფებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ ეს აი ამას ვერ შეეხები. შეუძლებელია. აი ჩამოშალეთ 2012 წელს ჩვენის ჩამოშალეთ. აი ტრამპის მოსვლას ეს ეფექტი არ მოყვა. ამის თქმა მინდა. ჩვენ რომ მოვედით, ფართო გაგებით ვაუბრობ. არა, რა თქმა უნდა მე უცნების ამომრჩეველი ვარ, მაგრამ ჩვენ შეგულისხმობ ხალხი რომ მოვედით. ხო, ვიღაცები გაიქცნენ, ვიღაცები დღემდე იმალებიან, ვიღაცები თქვა ასე სარგებლობენ. მე მაკითხო ახლა რა უნდა ვასაუბრო. ანუ შენ ამბობ, რომ შენი წერილი თქვა ბუნებრივია ჩვენს როგორ გვაინტერესებს, რომ ჩვენი ბედიც ისახება ამ საქმეზე, ხო? და იწყო ესე იგი ბილატარა, ნუ იმედგაცრუების ნაკადი მე სხვა რაღაც ვიტყოდი. თუ გახსოვთ, ესე იგი ჩვენ ვამბობდით ესეთ რამეს. გიორგიც, შენც, მეც რომ აი მაგალითად წინასაუბარშიც. ხო. და არა მარტო მანამდეც რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტი. აქედან გამომდინარე, რადგანაც ჩვენ მოვიპოვეთ ეს სუვერენიტეტი, ანუ ჩვენ გარკვეულ პერიოდამდე 2022 წლამდე ჩვენ ვიყავით იურიდიულად ყონდა დამოუკიდებლობა. 2022 წლის მერე ჩვენ ფაქტობრივად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. როდესაც აი 2008 წელი რატომ არის ესეთი მტკივნეული? ხო? იმიტომ რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ შეასრულა ამერიკის deep state-ის დაკვეთა. და თან მერე სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა. კონდოლიზა რაისი ამბობდა ერთს, ფრიდი ამბობდა მეორეს, ბუში ამბობდა მესამეს და რაც ყველაზე საინტერესოა, 10 გარდაცვლილი ცხონებული ვერ ვიტყვი, რა ქვია, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც 6 აგვისტოდან რაღაც ორ კვირაში ჩამოვიდა საქართველოში. და ბევრმა არ იცის სხვა შორის. ის საფუძვლს არ იღებდა. მაგრამ ეხლა მე შემიძლია დავაციტი, რომ 2008 წლის დასასრულის ინგლისის ლორდთა პალატის ანგარიშებს და საზოგადოებრივ იმას აქვეყნებენ ხოლმე წლის ბოლოს. და მათ შორის ჩვენი кейსიც იყო მიმოხილული 2008 წლის აგვისტოს. აი იქ იყო პირდაპირ ესეთი რაღაცა ნათქვამი, რომ ამერიკიდან მომავალი ინგლისურად ესეა equivocal signals, equivocal ანუ არა
არაცალსახა სიგნალები, ნიშნები, ან გზავნილები, მოდი ესე იქნება უფრო სწორი, ქართულმა ხელისუფლებამ პირდაპირ გაიგო და დაბომბა ცხინვალი. აი ეს ეწერა. მე ამ დროს და სხვა ძალიან საინტერესო მომენტი შევეცარი, ხო უკვე შეიძლება მე მგონი ამის თქმა არ ვამბობდი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ლაპარაკია საჯარო ინფორმაციაზე. არის 2008 წელი, მე ვიყავი ამ პერიოდში, იგი სადღაც ოქტომბერია, ჩიკაგოს უნივერსიტეტში, როგორც ფულბრაიტის სტიპენდიით მიწვეული ომის მერე უკვე. ომის მერე, ხო, ეს არის რაღაც, ხო, და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც არჩევნები მიდის ობამასა და მაკეინის და მოხდა ისე, რომ მე ვცხოვრობდი ჩიკაგოს საუნივერსიტეტო ჰაიდ პარკი ქვია და მე ვცხოვრობდი კამპუსში არა, მაგრამ ესე იგი საუნივერსიტეტო ქალაქივით არის რა მოკლედ. და ორი სახლის იქ ცხოვრობდა ობამა. დედამისის სახლი. და იქ პოლიცია ედგა ყოველთვის, თუმცა ეს თავისუფლად გადიოდა, გამოდიოდა და ნუ რაღაცნაირად ისე მოხდა, მე უნივერსიტეტში ვიყავ და ჩემი მეგობარი ამ Greenwood Avenue-ზე მოდიოდა და ობამას გადაეყარა და ხელი ჩამოვარდა და დამირეკა მე რომ ეხლა ხელი ჩამოვარდა. მოკლედ ის ხმა მინდა რომ ვიყავი სწორედ ამ პერიოდში 4 ნოემბერს შედგა არჩევნები, გაიმარჯვა ობამამ და ერთ-ერთი დებატები იყო ჩიკაგოში. ჩიკაგოში და არჩევნები და ჩიკაგოს ტელევიზია, ანუ ადგილობრივი ტელევიზია. ეს დებატები იყო ჰილარი კლინტონსა და რესპუბლიკელებს შორის. ხო და მოხდა ისე რომ ერთ ჩემ მეგობართან ერთად ვუყურებდი და კიდე კარგი რომ ის მეგობარი არსებობს, თორე შეიძლება გონებოდა ხوار მომეჩვენა. ვუყურებთ ამას და საგარეო პოლიტიკაზე წავიდა კამათი და უცებ ჰილარი კლინტონი ამბობს რომ აი საქართველოს кейსი, რომ თქვენ რაც გააკეთეთ საქართველოსთან მიმართებაში, რაო თქვენ არ უთხარით სააკაშვილს, რომ ცხინვალი დაებომბო? ეს ხდება პირდაპირ ეთერში და მოხდა ისე, რომ ხმა ვერ ამოიღეს და რომ გაიმეორეს შემდეგ ეს დებატები, ადგილი ამოჭრილი იყო. და ცენტრალურ არხებზე არ გასულა. დანიელ ფრიდი, რომელიც იყო მაშინ ჰილარის არა, კონდოლიზა რაისის მოადგილე. დანიელ ფრიდს ჰქონდა საუბარი ერთჩემ იტყუება. სააკაშვილს წამოწდა სხვა შორის, ესე იგი კონდოლიზა რო იყო ჩამოსული აქ და აი სააკაშვილს წამოწდა შემდეგი ფრაზა სამ კონდოლიზამს დაწერდა რომ აიო ჩვენო გვამონათებდნენო ცხინვალ აფხაზეთზეო და აფხაზეთის მიმართულებით ორი თვე არ გაგვიხედავსო და თუ გახსოვთ ავტობუსის кейსი რო იყო, ანუ თავიდან იყო ჩაფიქრებული სოხუმი და შემდეგ მოხდა ცხინვალზე ეს პროვოკაცია. მოკლედ ეს მომინდა 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ ამერიკული deep state-ის შეკვეთა შეასრულა და შეასრულა თვალსაჩინოდ, არაჩვეულებრივად. ეს იყო ექსპერიმენტი, რომლის შემდეგაც უკვე 2013 წლიდან დაიწყო უკრაინის ოპერაცია, რომელიც დღემდე არ დამთავრებულა. უბრალოდ ჩვენი მასშტაბით, ჩვენი მითი, ჩვენ ბევრად პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ აი დაახლოებით იქ გამოისახა, როგორ უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ემოქმედათ რუსეთის წინააღმდეგ, თქვათ ასე. როგორ უნდა წამოეგოთ რუსეთი პროვოკაციას. ჩვენ მას უბრუნდებით ახლა, ანუ მარცხ ხდება რა, იმ სიტყვას ვიხმარი, ისე იმედგაცრუების ელემენტი ჩდება ამერიკაში, ამერიკაში ნამდვილად გაჩნდა ყოველ შემთხვევაში მაგას და შეწერილი არის ყუამის გამოხატულება იმედგაცრუების? ხო, არა, მე ვამბობ, არა, ჩვენ არა გვაქვს იმედგაცრუება, უყურე ქართველებს, რატო არა გვაქვს? ჩვენ არა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ სისტემა უკვე მოიშალა. ანუ მე ხოდა რატო ბედო ეცე რაღაცა ოპტიმისტურად რატო ვამთავრებ? ტრამპი თუ დამარცხდება, ხო მე ტრამპი კი არ დამარცხდება, ყველაფერი დამარცხდება.
ანუ სისტემა ჩამოიშლება. ნახე, ქართველებს რა აინტერესებთ. ჩვენ სუვერენიტეტი გვაქვს და ამაზე ვისაუბროთ და სრულად გეთახმები და ჩვენ წინაზე ყავდა ძალიან საინტერესო ისტორიკოსი ემილ ავდალიანი და სხვა ჩვენ ვსაუბრობდით რომ ემილ ავდალიანი ეს ძალიან საინტერესო კარგი ისტორიკოსია და მუშაობს ამ აბრეშუმის გზაზე და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს ფუნქციაზე და ესე მივედით ლოგიკურად არა იმიტომ რომ ყველაფერი დარხენილია ძისდენები მოდის რომ ასეთი სუვერენიტეტი და ფუნქცია შეიძლება ოქროს საუკუნის შემდეგ საქართველოს არ ქონია ხო იმიტომ რომ ჩვენ ისტორია ეს თქვით რომ გარეშე პირობებზე ვართ რაც დამოკიდებულია ხა იმიტომ რომ საქართველოს უნდა ცოტა უნდა და ამიტომაც ახლა ჩვენთვის სულით ვერ იქნება რა ვითარება იქნება ესე ვთქვათ მართალი ხარ ჩვენზე წნეხი ხა ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენზე წნეხი ნაწილდება ფაქტურად ის რომ ევროპა ამერიკა და ევროპა ერთმანეთში აღარ არიან ამიტომ ჩვენზე შემსუბუქდა კიდეც ესე იგი წნეხი ხოსურია და მთელი ამბები მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში წილად დამოკიდებული ვიქნებით იმაზე როგორ აბსოლუტურად ეთახმება ანუ თუ პირობიდან რასაც ტრამპი ამბობს ის თუ დამარცხდება და კვლავ აღდგება ესე რა ვთქვათ რომ კი აღდგება ის ძველი ამბავი ეს რასაც შეცვლის ამბავს უკრაინაში შეცვლის ამბავს ესე ნუ სოფლიო რეალურად დადგება მართლა სოფლიოების წინაშე ეხლა რასაც ჰიპოთეტურად მე ვიტყოდი ესე პირდაპირ აბსოლუტურ ბრჭყალებში ჩასვლის გარეშე რასაც კნავიან ცალკეული ისინი რომ აი ჩვენ ომისთვის ზათუნა ვიყო და ყველა მიცის რომ არავით არის ომისთვის შავ სიზმარშიც კი არ ხედავენ რეალურად ამ ომს მაგრამ ჩვენ ჯენზეზე ამბობ არა მე ვამბობ ევროპელებზე ხალ გამოვიღათ ლიდერი ზათუნა ვიყოთ ეს საბოლოო დროს აი მოუმატეს უკვე მესამე ლიდერმა თქვა დღეს ბრიტანეთის იმანაც თქვა რომ აი ჩვენ ზათუნა ბრიტანელი ახალგაზრდობა ზათუნა იყოს ომისთვის და იმიტომ რომ ამისთვის ვინც ებზადება ის ესე არ ლაპარაკობს ამ სიტუაციაში და მით უმეტეს ლაპარაკი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ზათ 2030 წლისათვის და ამას ასპედინებენ ესე იგი პუტინს ეს არა პუტინმა თქვა არა ვიცი რა თქვა ეს არასწორი სიტუაცია უკრაინაში ვარ ისე კი არ პუტინს ასპედინებენ რომელმაც თავისი კრედო იულად გამოხატა პირველად გამოხატა რომ მე პეტერბურგის ქუჩაში გავიზარდეო და მაქვსო ერთი კანონიო თუ და ჩხუბი გარდაუვალა და პირველი ეგრეც გააკეთა და არ მალავს ამას და ამას ეუბნებიან რომ ხა ჩვენო ჯარის გაძლიერება უნდა დავიწყოთ 2030 წლისთვისო ჩვენ კარგად უნდა მოემზადოთო რუსეთთან ომში ანუ ჩვენ რო გავძლიერდებითო მაშინ და ამას ასპედინებენ ეხა ხო ცხადია რომ ესე იგი მინიმუმ მეუბნებიან 2029-ში დაგვარტყიო ესე იგი ხო თუ ეხა მან დაინახა და თან დამრტყმელია მე სულ ამობხო და ამეკვირს იცი აქაც მიკვირს და სოფლიოშიც სხვებიცაც აი ერთი ნაწილის დაჩებებულია თუთიყუშივით იმ კაპიტული თუთიყუშივით და ეძახის რუსეთუბეებს ვიღაც და ამას ეძახის აი ეს მინდა რომ ეძახის აი ყველას ვიცნობთ ხო ზოგი ამას ეძახიან 99% ის ადამიანები რომელთაც ჯვარი წერიათ რუსული ომი არიციან ომში ჩვენ ბევრი ომი გადავიტანეთ ომში არ ყოფილან არც აპირებენ არც არასდროს ესე ვთქვათ ომში არ პირებენ გაკარებას აქაურებიც და იქაურებიც და როცა და ეუძახიან პრორუს იმას ვისაც ეშინია ამ ომის რო ეშინია რუსეთთან ომის მაგრამ არ ჩვენ არაფერს არ გვეშინია არა ერთი წუთი როცა მე მეშინია არა მოიცა ჩვენ მეწუთი უბრალოდ ეს ჩემი ომი არ არის არა რუსეთთან ომი რომ მოხდეს საქართველოსი ამისი მე მეშინია არა ნუ ხო დებილი თავს უნდა დაიქციო ყველა ხო მეშინია სიტყვა რო თქვა ესე იგი ჩემი მე ფიქრობ რომ უნდა ამას ავი არიდო და ვიღაცებს ამისი არ ეშინიათ და მთელი ამბავი რაც რუსეუნები რომ შეიძლება ომი მოხდა კაი რა ანუ ნახე ის ადამიანები რომელიც პრორუსებს გინდათ გვეძახიან სილოში ენდობიან პუტინს რომ პუტინი ამას არ იზამს და სილოში ჩვენი გასხოვება რა არის ვეუბნით რომ პუტინი ამას იზამს იცი რა არის შენ თუ მომისმინე შენ თუ და კაცი ამას მე თუ დავინახე რომ ის რაც მე მიმაჩნია ციტალ ხაზად და აი ხა თუნდაც ჩვენ საქართველოს რო გამოდიან და მომე რომ თქვენ ეს უნდა გაიკეთებინათ ეს უნდა გაიკეთებინათ ეს უნდა გაიკეთებინათ ეს უნდა გაიკეთებინათ ეს რო უნდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე რომ ჩვენ ნატოს ხოლგა არ უნდა ქონოდა ხო ეგეთ სიტუაცია და არ მოვიდათ ამისი არ ჯერათ მაგრამ თავის სიტუაციაში ნუ საკითხია ხო გისმის
წვედი საკითხია. წვენი საკითხია რა თქმა უნდა. მათ ნახე როგორი სიტუაცია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ თელ ამ რუსეთის გარშემო ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, ერთადერთი არა თავის კუნთებით და ძლიერებით, რომელიც არ იყო ნატოს წევრი და რომელიც ღიად იყო ნატოს მოკავშირე. და ყველა აი საჩვენებელი დასარტყმელი რუსეთისთვის თუ მიზეს მიცემდი იყავი ჩვენ, აი რა შემიძლია. იმიტომ რომ ბალტიისპირეთი არის ნატოს წევრი და ნატოს ხოლგის წევრი. და არის ამბავი. და სწორედ აქედო არის ამ მთელი სიტუაცია, რომ და რასაკვირველია აქედან ამ ნებისმიერი პროვოცირების თუ არა როგორც საბაბის მიცემისთვის რასაკვირველია ერთი დღის ამბავია უკრაინასთან ომის რესურსის საქართველოს დასრულება. რა თქმა უნდა. ეხლა სადაც ჩვენ უყურებთ რომ 400 დრონის და 500 საშუალოდ ესე დაფრინავენ აქეთი კი 400 დრონი ჯვარი წერია მაგას ვუყურებ ხა. 400 ყველაზე მინიმალურია. მინიმალურია ის აღარ ვთვლი კინჟალებს და რაღაცებს ხო ჩვენ გამოცადეთ. აი თემა ხო და რას გეუბნები ნდობის საკითხია თქო ესე იგი ინდონეზია არის არა ნდობის არა წმენის ორე ისინი დარწმუნებულები არიან უყურე არა აქ არიან დარწმუნებულები ისინი არა არა ესენი ჩვენ ხო ითო იმათ უნდათ რომ უგუნთ იქ არის პრობლემა მესე ვიტყოდ დასავლეთ ევროპის ელიტას აქ ინტელექტუალური პრობლემა ინტელექტუალური პრობლემა იმ თვალსაზრისით რომ მას არ აქვს გამომდინარე იქიდან რომ განათლების დონე ძალიან დაეცა ბოლო ორი თაობისგან 68 წლიდან მოყოლებული გარკვეული აზრით ევროპული ელიტა პოლიტიკური ელიტა ნამდვილად არის დეგრადირებული ვერაზროვნებს რაციონალური კატეგორიებით ეს ყველაფერთან ერთად ზუსტად რაც არგუმენტები მოიყვანე მაგაში ძალიან კარგად ჩანს რომ აი 2030 წელს ჩვენ უნდა ადამიანი მალავს რას აპირებს ხო ჰიტლერი მალავდა და ასევე სტალინი როცა ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ორი წელი დადეს დაიდო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი ხო ეს იგი როგორ იქცევა ორი წლის განმავლობაში მაგ შეთხოვით გერგითხარი 2030 ეს ანუ როცა შენამაზ გეგმავ პიტენ დავგარდო ანუ მისვიდე ომის ისტორია მე ახსნა მაგ ერთადერთი რომ ესენი უბრალოდ რას აპირებენ აამუშაონ ეს თავიანთი ქარხნები და მოსახლეობისგან აიღონ ხარკი დამატებითი ანუ გააკეთონ ფული ეხლა რაზე იარაღზე ხო და რას გეუბნები მისვიდე მე დანიშნული ამას არა და ანუ არანაირი ომი ცხადი არ იქნება ხო და რატო არ იქნება და მაგას გეუბნები სწორედ რომ ეს განცხადებები ახლა ნახე წინაზე ნამდვილი ომის არ იქნება ახლა რომ ევროვიზია ჩატარდა და ჩვენ ყავდნენ სტუმრები აჰა ტელევიზია და მაღალი რანგის სტუმრები და მიღება იყო და მე საუბარი ჩამოვარდა და მე ვკითხე რომ თქვენ აი გუშუქთები და თქვენ რო გარკვეულწილად ამას რო პროპაგანდა დავარქვათ თუ რა დავარქვათ დადათან ვცდილობთ რომ მედია მომართოთ აქტუალიზებას რომ ომისთვის გინდათ რომ ეს ხალხი მოამზადოთ და პირველი მოთხარი თქვენ ხო გზნობიარებ პირველი რამდენად ატყობთ რომ საზოგადოება ომში გამოყვებათ იმიტომ რომ ჩემი შტაბეშტილება რომ აი ეს არის ის წითელი ხაზი რომელსაც არასდროს არ უნდა განცხადებებს წერენ და ჯარიდან მიდიან რა თქმა უნდა მისთვის იყო წასულები ეს ერთი და მეორე ლოგიკა რას ეთქოს აი რო დაფიქრდე და ვუთხარ ეს აი განცხადებები ცალკეული ზათ უნდა ვიყო თქვენ ამას ეთახმა აი თქვენ ხართ ომში წამსვლელები აი კონკრეტულად თქვენ და არა მე თქვა აი ხო რასაგები ასაკი ნუ შვილი არ ამყავსო კაი ამას არ აყავს იმას არ აყავს იცი როგორ არის აი ესე რომ ადგები კონკრეტულად იმიტომ რომ დაუთხარი კაცო ჩვენ მაგარი წერილები ვიცით ესე იგი ეგზიუპერის რომ მიაჩნდა რომ ეს მისი ომი იყო თვითონ წავიდა ეგზიუპერი არ უთხია მას რომ მე მწერალი ვარ და არა სომში წავიდა მაგას გელაპარაკებ რომ აინტერესებდა ეგეც უთხარი ბაითად ხო და აინტერესებდა და მასაც მიაშდა სწორად და უთხარი მე ვერ ვნახე ის კი არ უნდა გაუშვათ სადაც დაქირავებული ომი იდეოლოგიზირება არის მაგაზე მე ორი პასუხი მაქვს ხო და ნახე გითხრა რა არის მანდ რატო თქვენი ელიტები თუ წავლენ ომში ნახე და გავახსენეთ მე გაგახსენეთ მეთქე თქვენ რომ ფოლკედის კუნძულებისთვის ჩემთვის ეს ძალიან პრინციპული საკითხია წავიდა ბრიტანეთის პრინცი ფოლკედის კუნძულებზე 78-ში დიდი ამბავი იყო ხა როგორი ფლინა და რაღაცა რომ პილოტი იყო ეს ამბავი იყო
და ეს ნიშნავს რომ ჩვენი ომია და თქვენ თუ ამას წახვალთ ადამიანები განიმშვალებიან და თქვენ თუ ახლა იტყვით რომ 2030 წლისათვის და მაშინ მოთხარ ლოგიკა გამოგებინეთ 400 მილიონი ხართ ამოდენა ფული გაქვთ ესე იგი 3 წელი რო გაჩერდეს ევროპის ეკონომიკა მაინც იმოდენა ფული აქვს ოდნავ რო გაიჭიროს რა თქვია გაზი და სითბო გაგვიტყვიეს მიწუში მითხეს რომ გაგვიძურდა გაზი გაგიძურდათ კი არა ნახევარუსაც გაზი არა აქვს გაზაზე თლიან გაყვანილი არ არის ხო და ეხლა მომისუდა უკრაინა არის პიკში თავისი ბრძოლის ეხლა თანათან ვატყობთ რომ პიკიდან ქვებოთ მოდის ხო ეხლა აწევღარ ეხლა თუ ომის დაწყება გინდა სალამის უკრაინის ფერზე ამაზე უკეთესი მომენტი ანდა რა არის ანდა მეორე რა თქმა უნდა მე 2023 ბრძოლის ველიც განსაზღვრულია თუ ომი უნდა და ევროპას ომი უნდა დაეწყო 2023 წელს ეს როგორი კონტრაქტის დროს მე ჩემთვის ესაა ის სერიოზული არგუმენტია ესე უკვე ნახე ის მე ვიტყვი რომ თავარი არგუმენტია ანუ რეალურად არაფერს თავი არ აქვს ის თემები ნახე და აკვირდი რა გაცხადებებსაც ესენი აკეთებენ რო ეს არის ნახე გაცხადებები ხომ მე ვიტყვი ომი რუსეთთან გარდაუვალია ხო მათი გაცხადებაა კი ბატონო რუსეთი არის ეგზისტენციალური ბოროტება საფრთხე ევროპისათვის ნუ ეს არის ცივილიზაციის საფრთხე ნათელია ხო ეს არის თავისუფლება პირდაპირ აგერ თვითონ მერც ვთქვა ხო ჰიტლერი ესე ვთქვათ გერმანელი ადარებს თვითონ ჰიტლერს ესე იგი გარკვეულ ტაბუირებულ საგრაზებული ყველაზე ესე იგი სათავეში ყავს ყველაზე დიდი ბოროტება აი აყურებენ ადამიანებს ეუბნებიან სათავეში ყავს ყველაზე დიდი ბოროტება ეს ქვეყანა არის ბოროტება სუმართ თლიანად არის უნდა ეს აღიგავოს მიწისგან პირისგან და აქ და მზათიყავით ომისთვის და უცებ მე აყოლებენ და აგერ მიდის ომი და აგერ არის დაეხმარე შედალოცულო და არა ამობენ 2030 წელს ამას ელეუნებიან ატომურ ეხლა მე უნდა გითხრა რომ ასათვისებელია ჩვენს გვაი ხო და მანამდე მე 800 მილიარდი არის ასათვისებელი მანამდე პარალელში ერთადერთი აქტიურად რაც არის რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ რასაც ამობენ რომ აი აფხაზეთი და ოსეთია და კაცო კაი მომენტია დაიბრუნე ჩვენთან პოლიტიკოსი დღემდე რომ პრეზიდენტ ამობდა რომ იქო პრეზიდენტი ავარო რომ ამობს მისი სიტყვებია რომ ჩვენო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებითო და რუსეთი სადაცაა მარცხდება და გადანაწილება რომ დაიწყებო ჩვენო შევრცხებითო ამ გადანაწილებაში ანუ არ შეგხვდებოდა დათვის ტყავიდან პაცაცი და რაღაც ეს კლანჭის ჩვენ კლანჭი შეგხვდებოდა ხო და ამ დროს აი თავარი კითხვა რაღაც უნდა იყოს ეს საწყალი უკრაინელი ხალხი ყველასგან მოტყუებული ესე იგი პირველი არის რუსეთს არ მოუტყუებია რადგან გააკეთა თავის მოატყუა იქით არის ხო და ახლა აი ამ სიტუაციაში კითხვა ის რომ რატო არ შედიხარ პირდაპირ ომში აი პირდაპირ რატო არ შედიხარ რატო არ გამოცხადებული გა ყველაფერი ხო მართალი ხარ ეგ სწორედ იმას ნიშნავს რომ არც აპირებენ არ შეუძლიათ უბრალოდ ეს არის გარკვეული ტიპის მარკეტინგული თან ეხლა კიდე რა გითხრა ანუ ხდება საკუთარი მოსახლეობის როდესაც ტრამპი ამბობს რომ მე არ ჩავერევ მაგამოში და უცებ ესე იგი უყურებ რომ აი ყურშა რო გაყოყოჩდა მულტფილმი რო იყო და უცებ უყურებთ რომ ევროპა მართლა რომელიც ტორტის ნაჭერი და 64 რო აკეთეს ესე იგი როგორ და ასე და შემდეგ უცებ გადაწყვიტა რომ დედიკოს აი ბაბეტა მიდის ომშია რა კი ვასკო მოდი ერთ შეკითხვას უპასუხოთ რა ჩვენ დასვი რომ მსმენელისთვის რომ ესეთი გასაგები გახდეს რა პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით რას ნიშნავს ტრამპის მარცხი და შენ რო თქვი რომ ტრამპის მარცხი ხო არ ნიშნავს იმას რომ ტრამპის მარცხი არის არა ტრამპის მარცხი მარტო არამედ მთელი სისტემის როგორც ასეთის დასასრული იგივე არ აღდგება მე ხმთავარი ამიტომ ვერ აღდგება რატო ვერ აღდგება იმიტომ რომ ტრამპი თვითონ არის დაავადების სიმპტომი აი მე რაც უხეშად მოვიდა ბაიდენი 2 ვთქვა არა უყურე ახლა ეს ჩემი ცხადია ეს არის პროგნოზი არა იმდენად ვინ გაიმარჯვებს შემდეგ არჩევნებში არამედ ახლა მე ვლაპარაკობ ამერიკაზე როგორც სისტემაზე როგორც პოლიტიკურ სისტემაზე. ჩემი აზრით ხდება ტრანსფორმაცია. ნუ ეს ამ წერილში არ დამიწერია, მაგრამ ესე იგი რამდენჯერმე მithქვამს და ახლა თქვენთანაც მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით აი ეს ყველაფერი არის იმისი ნიშანი, რომ როგორც თავის დროზე სამოქალაქო ომის მერე მოხდა ამერიკული სისტემის
ტრანსფორმირება და სწორედ მაშინ წარმოიშვა ეს ორი პარტია, რესპუბლიკური და დემოკრატიული. მანამდე ეს ერთი პარტია იყო და რესპუბლიკური დემოკრატიული პარტია დაპირისპირებული იყო კონფედერაციულ პარტიასთან. აი, როდესაც მოხდა სამოქალაქო ომში, როცა გაიმარჯვა ჩრდილოეთმა, მოხდა გადაწყობა სისტემური და წარმოიშვა ეს ორი პარტია. ახლა ხდება ზუსტად ისეთივე ტრანსფორმაცია. ოღონდ ბინარული მოდელის ნაცვლად გაჩნდება ტერნარული. ანუ სამი პოლუსი იქნება, სამი პარტია. თქვა ასე, სამი პლატფორმა. ერთი პლატფორმა ეს არის MAGA, Make America Great Again, ანუ ლაპარაკია სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთვის არის ახლოს, ქართველებისთვის. ანუ MAGA. მეორე, რასაც ტრამპი ახმოვანებდა თვითონ. რასაც მანამდე ტრამპი ახმოვანებდა. ხო. მეორე პოლუსი სამკუთხედის. ოღონდ ეს რა არის? უყურეთ, აქ ეს სამი მხარე ისე კი არ არის, რომ აი შუაში რომელიღაც აბალანსებს, არა. სამივე არის დაპირისპირებული ერთმანეთთან. მეორე პოლუსი პლატფორმა ეს არის აი Deep State, რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად. და მესამე კუნძული? ეპშტეინის კუნძული პირობითად. და მესამე ეპშტეინის პარტია. ეპშტეინის პარტია. და მესამე ეს არის ის, რაც დღეს გამოხატა ამერიკის ახალმა მერმა. ანუ ნიუ-იორკის ახალმა მერმა, რომელიც გამოხატავს რას? ახალგაზრდული ამერიკის კრეატიული კლასის და საუნივერსიტეტო ინტელექტუალების ახალი ამერიკელებიც ხო, აი ამის ხმა მინდა ზუსტად. ამიტომ მე ამას დაუძახებდი არა იმდენად სოციალიზმს, რამდენადაც მე ამას დაუძახებდი ახალი ამერიკა როგორი ტიპის, იცი? თუ აი ილონ მასკის და ეს მაგას მხარე გამოხატავს ტრადიციული ღირებულებები პლუს мерიტოკრატია. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. იმიტომ რომ ტექნოლოგიურად აი ყველა საუკეთესო მოაზროვნეები და მკეთებლები არიან აი აქ. იგივე ილონ მასკი და იგივე პაულ ტილი, ხო? აი იქ იქნებიან სწორედ ისინი, ის ახალი ამერიკა, რომელიც ცხოვრობს თქვა ასე ქსელში. არა რეალურ კეთებაში, რაც გულისხმობა, ილონ მასკი უშვებს რაკეტას. ილონ მასკს აქვს გეგმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ის ამ აზრით არის რუსული საბჭოთა კოსმიზმის ხაზის გამგზელებელი. მისი პირადი გმირები არიან გაგარინი, ციოლკოვსკი, კარალიოვი. უფრო მეტიც, რუსი ფილოსოფოსი მე-19 საუკუნის ნიკოლაი ფიოდოროვი, რომელსაც პირველად წარმოაყენა კოსმიზმის იდეა, რომ უნდა გავიდეთ, გავცდეთ დედამიწას, ოღონდ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო მკვდართა აღდგომასთან და მთელი ძალიან საინტერესო მომენტია. ილონ მასკი თავის ინტერვიუებში, განსაკუთრებით რომელსაც აძლევს ევროპელ ინტელექტუალებს, აქ პირდაპირ ლაპარაკობს, რომ მისი ესეთი hero და მისი ეს არის კონსტანტინე ციოლკოვსკი, გენიალური რუსი მოაზროვნე, რომელიც მოწაფეც იყო კარალიოვი, კონსტრუქტორი, რომელმაც პირველად გაუშვა რაკეტა, ხო? და არ არის შემთხვევითი, რომ იური გაგარინის შერჩევა მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ნიკოლაი ფიოდოროვის მე-19 საუკუნის რუსი ფილოსოფოსი, რომელმაც ეს იდეა ისროლა და წამოაყენა და დაწერა, მისი ნამდვილი გვარი იყო გაგარინი. და შეიკრა წრე. როდესაც არჩევდნენ გაგარინი იყო ფიოდოროვის ნამდვილი გვარი էր გაგარინი. და წრე შეიკრა. როდესაც კარალიოვი თუდორი საინტერესო ესე გიმან აბა მე მაგაზე სერიალს გადავიღებდი რუსი რო ვიყო. აი სერიალს გადავიღებდი ამაზე. თვითონ იდეა რა სერიალის კაცმა უთქვას. და წარმოვიდგინე კარალიოვი არჩევს გერმანე ტიტოვი, ნიკოლაევი რაღაცა და უცებ შეხედა ბიჭს. და как твоя фамилия და ის დგება და გაგარინ და მის ტვინში იმიტომ რომ ეხლა ნახე რა ხდება. ფიოდოროვის მოწაფე იყო ციოლკოვსკი, ციოლკოვსკის მოწაფე იყო კარალიოვი. ყველაფერი შეიკრა. და ის მომენტი. შენ ახლა თუ გიდა შეთქმულების თეორია, ხო გეტყვი კაცს. შენ თუ გაქვს ახლა გდება? ხო და ილონ მასკი არის არამარტული და არამედ მისი ის არის. მაყურებელსაც ვეთყვი და თუ გაქვს საკითხული, თუ არა გაქვს საკითხული, არა ასე წყვილი. ქალის არკეში. იმისი კაცო რა ქვია, ჩვენი სასაგადულო ალექსანდრე აბაშელის. კი, საკითხული მაქვს. ქართული ფანტასტიკა 30 წლებშია დაწერილი. სხვათა შორის უნდა გითხრა?
შენ რა აპირებდი მაგის ეკრანიზებას? ვფიქრობთ. ხოდა რა არის საინტერესო რომ ეს ითვლება ფანტასტიკა და კიდე მეორე რომანია უღუნთ ემისი რა ქვია ყიფიანის ქვია 30 წლებში გამოსული ამონი. ოღონდ იქ ხდება ეგვიპტე და ეს. ხო, მაგრამ ეს არის ძალიან ახლა რა ეს იმენა science fiction-ია. ეს რამოდენიმე მომენტი არის გამოყენებული ფილმებში და ბევრი რაღაც ითვლება რომ რაღაცა 15-მდე რაღაცა ესე იგი თუ 20-მდე რომელიც ნაწინასარბეთყოლები აქვს ამას აღმოჩენა თან ეს ალექსანდრე აბაშელი სულ სხვა ნატურა ეგეთი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ამპლუით წარმოდგება მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ხო და წასვლაზე რა არის ამის მთავარი ფაბულა რა არის რომ ჯერ დედამიწას ემურთხება ამის იდეა რა დედამიწას ემუქრება საფრთხე და იქ არის ბჭობა იქ იმაში სამყაროში რო გადავდა იქაც არის ორნაწილად რომ მიუშვი კაცო დაიღუპთო და ისე ნომერ რას ქვია სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ სიცოცხლის სოლიდარობა არის და მოკლედ ბოლოს აღმოჩნდება რომ დაგვეხმარებიან მაგრამ მერე აღმოჩნდება რომ იქ წყალი არ არის და ახლა აქედან იტყვია რომ წყალი და აქ ახლა რა არის საქართველოს დავიწყო და აქ ბოლოს გადაწყდება რომ უნდა გადავარჩინოთ ის სამყარო და აქედან წავა და ვინ მონაწილეობს ამაში ქართველი რასაკვირველია 30 წლებში და ქართველი მონაწილეობს სოფლიოს გადარჩენაში ქართველი პროფესორია რომელიც საერთოდ ივარაუდებს ამ საფრთხე რომ მთელი ამბები ემიგრება სწორედ ქართველი პროფესორიდან იწყება თვითონ სიუჟეტი ხო და მთელი გენიალობა რა და რომ თარდება ეს ამბავი მოკლედ ისიც იწყება იმით თარდება და აღმოჩნდება რომ ამას ჩაეძინა და გიჩნდება რომ ეს ყველაფერი ნახა მაგრამ აი გალაქტიკა და რა ვარსიზმებს დახულოს 21 წლებში ქართველი წარმოგიდგენია და იმ წუთში სამყარო გადაარჩა მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებულს როგორც ოდა გალაქტიკა ანუ შედომეტეხ რომ გადავიდეთ ესე იგი ეს მისი არის ამბავი მასკისთანაც საუბრო უკვე აი მარსი და მთელი ამბავი და ხო ახალი ჰორიზონტი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თავისთავად ამერიკა არის პიონერი იმ აზრით აი ძველი აზრით პიონერი პირველი მნიშვნელობით ანუ გამხსნა ის ვინც აღმოაჩენს ის ვინც თვითონ ამერიკა აღმოაჩინეს თვითონ ამერიკაში ხდება აღმოჩენა საკუთარი სამხრეთის თუ დასავლეთის და ეხლა ილონ მასკი როგორც ამერიკელი გვიჩვენებს მსოფლიოს ახალ ჰორიზონტს რომელიც გამოიხატება ახალი პლანეტის საკუთრებში სად იქნება მასკი ესე იგი მე ესე წარმოვიდგენია მარჯვენა მხარე უკიდურესი არა მარჯვენა მხარე მასკი deep state და მესამე წვერი ეს არის ახალი ამერიკა ანუ ჯენზის ამერიკა ჩვენს ხო ამათაც ყავთ ავენთი ჯენზი კი ბატონო, ოღონდ ეს სამივე ერთმანეთთან არის თან დაპირისპირებული, თან გარკვეულ რაღაცებს იზიარებს ერთმანეთს. თან იზიარებს. აი უყურე რას იზიარებს. ევროპასთან მიმართებაში კიდე საინტერესო თემაა ვიღო, რომ სადაც სხვათა შორის ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველები აი ყველაფერში უპირისპირდებიან ერთმანეთს. ყველაფერში არ უპირისპირდებით. არის ერთი თემა, სადაც ყველა ოპოზიცია ნებისმიერი პარტია შეთანხმებულია. რა არის ისრაელის თემა. ჩვენ ყველანი ვართ პროისრაელელები. ახლა ზუსტად ამ ისრაელის თემას ავიღებ და რას ვეჩვენებ? რომ მცირე ჯგუფია რომელიც ახლა ნახე რა ხდება. ესე იგი deep state არის პროისრაელი, მაგა არის ანტიისრაელი. ასევე ანტიისრაელი არის აი ეს ჯენზი. ავიღოთ რელიგიის საკითხი. რელიგიის საკითხში პოზიტიური და მაგა დაპირისპირება აქვს ჯენზისთან. ანუ და ჯენზი და deep state თან ხდება ერთმანეთს. ჯენზი და deep state თან ხდება ამ საკითხში. კი ბატონო. აი ეს ძალიან საინტერესოა. შენი სტატიიდან ერთი ელემენტის შემოტანა მინდა კიდე კარგად რომ გავიგო. ანუ მოკლედ იქ საუბრობ ეს ოლიგარქიული სისტემაზე და ბოლოს საუბრობ ევროპაში კორპორაციული მმართველობის დამყარებაზე, ხო? და თან ამ კორპორაციული მმართველობის დამყარების პარალელურად შემოყავს თემა, რომ აი ეს ლიბერალური ვოუკიზმი, ესე ვთქვათ, კორპორაციების მიერ უკან ბრუნდება, ესე ვთქვათ, კი არ ბრუნდება, ანუ ევროპიდან არც არსად წასულა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაგას დღის წესრიგში ეგ არ არის და თითქოს ტრამპის რიტორიკაში თავიდან არ იყო ეს ყველაფერი და ნუ რიტორიკაში ახლაც არ არის პრინციპში, ხო, მაგრამ ამასთან ერთად ანუ კორპორაციები ხელს უწყობენ ამის კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, აქტუალიზებას და განმტკიცებას და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ თუ დავაკვირდებით რეალურად ამ
ამ ნარატივმა, ვოუკიზმის ნარატივმა, რეალურად დასავლური ცივილიზაციის ჰეგემონია სამყაროში სერიოზულად შეასუსტა, ხო? ანუ ეს იმდენად არ გახდა მომხიბვლელი დანარჩენი სამყაროსთვის ეს იდეა, ესე ვთქვათ, რა, რომ პრინციპში მათ დაკარგეს გარკვეული გავლენები დანარჩენ სამყაროზე. ერთი და მეორე შიგნით წარმოიქმნა სერიოზული პრობლემები, ხო? ანუ მაგალითად ამ თლად ვოუკიზმს არ უკავშირდება, მაგრამ ერთმანეთზე გადაჯაჭვულია ის ეკონომიკური სისტემა და ვოუკიზმის იდეა, ძალიან მნიშვნელოვნად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, მოკლედ და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ეკონომიკის გადინება დასავლეთიდან, ხო? წარმოების პროცესის და ასე შემდეგ. და პირიქით მიგრაციის შემოდინება და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ამ ნარატივმა ამ წლების განმავლობაში გამოიწვია, რომ დემოგრაფიულად იცვლება დასავლეთის სურათი, ეკონომიკურად შეიცვალა დასავლეთის სურათი, დასავლეთმა დაკარგა ეგრეთ წოდებულ გლობალურ სამხრეთზე გარკვეული გავლენები, მეტიც აი ტრამპის დოკუმენტში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ამ წუთას დასავლეთს არ აქვს არანაირი პასუხი გლობალური სამხრეთისთვის. ან არ იცის რა ენაზე ელაპარაკოს ამ გლობალურ სამხრეთს, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, რა. და რატო გაქვს ის, რა ქვია მაგას, ის მოსაზრება, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ამის გაძლიერებას საკუთარ თავში, რაც აზიანებთ მათ. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვაა ეს, მე მგონია, რომ თავი შეკითხვა, თავი პრობლემა დღეს რა არის? ფილოსოფიური, მეტაფიზიკური თვალსაზრისით დღეს თავი პრობლემა არის რა? არსებული პოლიტიკური წესრიგი, რაც ასოცირებული იყო ლიბერალურ დემოკრატიასთან. ჩვენს თვალწინ დაიმსხვრა. ანუ ჩვენი თავი პრობლემა დღეს ყველას ეხლა ჩვენ რო ამბობ, გულისხმობ იმ კაცობრიობას, რომელსაც ჯერ არ აქვს მასკის რაკეტაზე, მარსზე ბილეთი არ აქვს. ეს არ ეხება ჩინელებს და ინდოელებს. და დანარჩენს ყველას გვეხება. სხვა შორის ისლამურ ქვეყნებსაც ეხებათ, რასაც ახლა ვიტყვი. ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? აი მოყოლებული ვესტფალიის ზავიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ გვქონდა განსაზღვრული, რომ ჩვენ პოლიტიკას ისე ვაწყობთ, რომ ეს არის სეკულარული და რელიგია გატანილი გვაქვს. და რა ხდება? დღეს ეს სეკულარული წესრიგი, ლიბერალური დემოკრატია მთლიანად დაგვემსხვრა. იმიტომ რომ ლეგიტიმაციის წყაროები აღარ არსებობს. ანუ ხალხს ჩვენ ვამბობთ, რომ ლეგიტიმურობის წყარო არის ხალხი. ხალხს არაფერს აღარ ჯერა, თუ ხალხი გამოდის ქუჩებში, ის არის ბრბო და თავში ურტყამენ, როგორც ყვითელ ჟილეტებს, ამომრჩევლის ნებას აზრი არ აქვს, ელიტები წყვეტენ, ანუ რისკმა მინდა. ის რაც აქამდე ითვლებოდა შეთქმულების თეორიად და კულისებად, პირდაპირ გამოჩნდა. რუმინეთში პირდაპირ ჩააგდეს ორი არჩევნები, უცხეს რომ ჩვენად თემს რაც წადიან მასიზამს თავის თემობის. აი კაცო, საერთოდ პოლიტიკა არ ვარ და მარკების შეგროვებას ვიწყებ. საერთოდ აღარ მეინტერესებს. აქ რა გამომდინარეობს? ესე იგი რაღაცა ისეთი კარგად დაელაპარაკდნენ, რომ გაიგო ადამიანი. შეიგნო. ეხლა უყურე რა ხდება. და მოხდა შემდეგი რაღაცა, რომ პრობლემა რელიგია კი არ არის დღეს, პრობლემა არის პოლიტიკა. ნუ რელიგია არსებობს. აგრეს ვისაც წამს და ვისაც ჯერა, იმას აქვს. არსებობს კათოლიკური ეკლესია, არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიები, ხო? საქართველოში ეს ცოცხალია რელიგიური განცდა. მაგრამ თვითონ პოლიტიკური სისტემა როგორც ასეთი დღეს აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვაწყოთ ეს პოლიტიკური რა ლეგიტიმურ საფუძველზე უნდა მოვაწყოთ. აღმოჩნდა რომ თურმე ნებისმიერ სახელმწიფო მოწყობის ქვეშ რაღაცა საკრალურია. აი როგორც მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, ხო? ჩვენ ყველა მივიგზენეთ, რომ ქართველი ხალხი არსებობს ისტორიული წარსული, არსებობს აი ეს რაღაცა განცდა ერთიანობის, რომელიც არ არის უბრალოდ შიშველი პოლიტიკა და შიშველი სახელმწიფო. არის რაღაცა, რომელიც არის უფრო ღრმა. აქედან გამომდინარე, სადაც ეს სიღრმე არ იქნება, იქ შეეცდებიან, ნუ ეს ვარაუდია ცხადია. აი კორპორაციულ მმართველობას, რა, შიშველი კორპორატივიზმი, რომლის უკანაც არაფერი არ არის. ისმის. ანუ მე ესე ვიტყოდი სოციალ დარვინიზმი მიყვანილი თავის უკიდურესობამდე. ფაქტობრივად. მაგრამ სადაც არის ეს განცდა, ნებისმიერ ქვეყანაში, იქნება ეს უნგრეთი, იქნება ეს საქართველო, იქნება ეს იტალია, იქნება ეს ამერიკა, სადაც ეს განცდა არსებობს, აი ერთიანობის, სიღრმის
და რაღაცა ისეთის რომლის გამოთქმა შეიძლება დღეს ვერ შენ დაახლოებით ამბობ სამშობლოს განცდა სადაც არის? უფრო სერიოზულ რაღაცაზე ვამბობ, იმიტომ რომ სამშობლოზე მაღლა ჭეშმარიტება დგას. რა არის ეს ჭეშმარიტება? ჩემთვის ეს არის ნინოს ჯვარი. და ყველა ვიცით რომ ეს არის საკრალური. აი ეს არის ბოდბეში. მაგრამ გარდა იმისა რომ მას აქ ხილული სამშობლოს აძლიერებს მარტო და არ უპირისპირდება. აი არ უპირისპირდება, მე ესე ვიტყოდი რომ ეს არის საფუძველი. სამშობლოს საფუძველი არის რაღაც კიდე უფრო ღრმა. ერთმა რელიგიურმა პირმა მითხრა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ეს რაღაცაო რაც გვაერთიანებს ხო ეს ხო ქრისტიანობამდეც ჰქონდაო. აი ეს არის ძალიან სერიოზული. იმიტომ რომ როგორც ძველი აღთქმა ამზადებს ახალ აღთქმას, ასევე აი ეს რაღაცა საკრალურის განცდა ამზადებს ქრისტიანობას. არ არის შემთხვევით რომ ეს ეკლესიები აშენდა ყველგან სადაც იყო წარმართული გაძრები. არმაზის კერპიოში იმსხრევა ბიურილის თვალს იღებს ნინო, რომელიც იქ იყო ჭეშმარიტება, რომელიც ფარნავაზიდან რა თქმა უნდა ეს იმიტომ ფარნავაზის ასული სხვა შორის აბსოლუტურად არ არის რას ნიშნავს ლომაიამდელი განათლება. რატომ იყო ლომაიამდელი ბავშვი გონება ჭლუნგი? მას არ ჰქონდა უნარჩვევები. ხო, ეს ამბავია. აქედან გამომდინარე, აი ვისაც აქვს ეს განცდა თავისი ბიურილის, ხო? აი ვისაც აქვს ეს წმინდა გრაალის განცდა. შენ რო იტყვიან და ხა ცოტა რო დაშვედა ცოტა შენ ახლა რო იტყვიან იდეოლოგიურად უღებ ახლა ბოლოს ევროპას, მაგრამ არის უფრო მარტივადაც უფრო მარტივადაც. ვასიკო, აი რატო თქვი ახლა უნგრეთი რატო თქვი, სლოვაკეთი რატო თქვი? აი ისინი, აი არა ევროკავშირი, არამედ აი ეს ევროპული ქვეყნები, რომელთაც ეს განცდა აქვთ, ისინი რა თქმა უნდა გადარჩებიან, იქ ამას ვერ გააკეთებენ. მაგრამ სადაც ეს აღარ არის, ხო, და გავიხსენოთ ვინ არის ანტიუტოპიის სამშობლო და დისტოპიების სამშობლო ჟანრულად. ინგლისი. ვინ შექმნეს პირველი ჰაქსლი, შემდეგ უკვე ორუელი და ორუელი მარტო საბჭოთა კავშირზე კი არწევს. იქ სამი ქვეყანაა, რომელიც ერთმანეთს გავს. და როგორც სარკეში ისე აირეკლავენ ერთმანეთს. ანუ იქ ლაპარაკია ამერიკაზეც და ევროპაზეც. და ეს როცა საბჭოთა კავშირში ამ ციკლს ვკითხულობდით, ეს გვავიწყდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ იქ გვეგონა რომ ყველაფერი ისეა, როგორც რადიო თავისუფლება გვეუბნება. მესამე მომენტი ასევე ენტონი ბერჯესი, რომელსაც 1960 წელს დაწერა წიგნი, 1960 წელს ეს მთელი 8-10 წლით ადრე ივარაუდა რა, wanting seed, მოწადინე თესლი. ინგლისში მოდის ხელისუფლება, რომელიც აგზავნოს ჰეტეროსექსუალურ აქტს და წაახალისებს ჰომოსექსუალებს, რატო ამოცანა არის მოსახლეობის შემცირება. ეს სიუჟეტი ამ რომანის. და ესე ვთქვი, ლიბერალური მმართველობა ერთ-ერთ პირველ ჩუმაში წარმოდგენა არ ქონდა ამას და მაგრამ კიპლინგმა რო აღწერა ბანდერლოგები. აი ეს ძალიან კარგია, კი. საერთოდ უყურე ორსონ უელსი ეს არის და უნიჭიერესი ხალხი, რომელსაც აქვს, ეხლა ინგლისზე ვლაპარაკობ და არა ბრიტანეთზე, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი ინტროსპექციის და ჟანრული მრავალფეროვნების, ესე იგი პრაქტიკულად ყველა ჟანრი არის ინგლისელების მოგონილი. მათ შორის ანტიუტოპიაც. მაუგლის კორპორატივიზმიც ყველაზე კარგად შეიძლება ინგლისში გახორციელდეს. ხო და მაუგლის ჩვენთან რო კითხულობთ საბავშვო ლიტერატურად და იმას რა ქვია და ცხოველებზე დაწერილად და თავის დროს დაწერა იქ ჩვენ რა თქმა უნდა რაც იყო და საკრიტიკებდა ლიბერალებს რატო დაცინიო. რატო დაცინი ლიბერალებს და საფრთხეს მოაწყო და რას თიშთავს აი ადამიანი გადადის სხვადასხვა იმაში არის ადამიანის სადაც და როგორ ექცევა ადამიანი რომლებიც ხალხს როგორ შევე რომელიც რაღაცას იმანჭებიან მაგრამ ისთვის აკეთებენ ამას და არიან დარჩენ ბარდელობები. იგივე ჰიპნოზი. აი პოლიტიკა როგორც ჰიპნოზი ხო რასაც აკეთებს კა ბანდელოგებს რაც უკეთებს, ხო? ესე იგი, უკვე იმ პერიოდში უკვე ჩნდება ის თეორიები, რომ მართლა მე ბერნაისი განავითარებს ამას ამერიკელი ფსიქოლოგი, манипуляტიური საზოგადოება ესეთი ტრაქტატი.
და აი ეს იდეები საზოგადოდ უნდა ვთქვათ ერთ რაღაცა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხელოვნების ნაწარმოებებს ლიტერატურას. როგორც წესი ჯერ ეს ყველაფერი ხდება ლიტერატურაში და მე ლიტერატურა რასაც ამბობს ის ხდება რეალობაში. იმიტომ რომ წერილებს და შემოქმედებს აქვთ გარკვეული ტიპის მე ესე ვიტყოდი წინადგზნობები. მაგალითად აი ესეთი მაგალითი არის ეგეთი რუსი რეჟისორი კარენ შაჰნაზაროვი, რომელსაც 2012 წელს არც ყეიმი იყო და არც და გადაიღო ფილმი, რომელსაც უკვე თეთრი ვეფხვი. მეორე მსოფლიო ომს ეხება, სადაც არსებობს გერმანული ესეთი ტანკი, რომელიც არავის არ უნახავს, მაგრამ დროდადრო ის ჩდება, მატერიალიზდება და ნუ ამას უპირისპირდება ამ თეთრ ვეფხვს უპირისპირდება რუსი ჯარისკაცი, რომელიც დაიწვა და 90 მორა გადარჩა და გახდა სუპერ ჯარისკაცი. ანუ აი ეს მითოლოგია და ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ ჩვენი თვალით არა, არის ხელმეორე დაბადება და ეს გადაიღო სულ რაღაც რამდენიმე წლით ადრე. ანუ ისე ვიმეორებ, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ლიტერატურას და ხელოვნებას. კინემატოგრაფს და რომანს. მე პლუს უნდა გითხრა იცი რომ აი ხდება ამის შეთქო ფილმს ამთავრებს ჰიტლერთან ინტერვიუ. აი ეს არის მას დაამატა კარენ შაჰნაზაროვმა. რომანში ეს არ არის ილია ბაეშოვის რომანი ძალიან კარგი. 2008 წელს დაწერა, 2011 წელს გადაიღო, 12-ში გამოვიდა. ბოლოში ჰიტლერი ელაპარაკება ვიღაცას. და ჰიტლერი ავითარებს. ჩვენ არსად არ მივდივართ, ეხლა რომ დავიღუპოთ, არსად არ მივდივართ, იმიტომ რომ ესო ჩვენ ყოველთვის ვიქნებითო და მოვალთო სხვა სახითო. და გამახსენდა რონალდ რეიგანის ბოლო ინტერვიუ, რომელსაც ამთავრებს შემდეგი ფრაზით. თუ ამერიკაში ოდესმე მოვა ნაციზმი და ფაშიზმი, მას ლიბერალიზმის სახე ექნება. და ელაპარაკება ვიღაცას უცნობს, რომელიც კარგად არ ჩანს. და ესე იგი რაღაც მომიჯი ხვდები რომ ეს ვისაც ელაპარაკება ეს არის სატანა. და არის ახსნილი მთელი ფაქტიურად თანამედროვე კონფლიქტი რომ ეს გადაიღო იმამდე რა ქვია ომამდე და ლიტერატურაზე თუ გიდა და ევროპა რა თქვი და მე ჩებას ვიტყვი რომ მე მგონია რომ აი ხლა არის დროული ძალიან კარგად გადააზრება ჩაყოს ხიზნების. კი ბატონო. და ეს ძალიან ცდარად არ ხომ ჩვენ წარმოჩდენილი რომ ეს თითქოს ანტიოსური სიტუაცია არის ის პირობითია ძალიან მისი. რა თქმა უნდა. ის რაც ახლა ევროპას ხიზანი სჭირს პოტერჭილოძესაც აქვს. ხო, რაც სჭირს ახლა ევროპას. ხო, პირდაპირ ეს არის რაც თეიმურას ხევისთავს. მანკურტი. ხო, რაც სჭირს, ხო, მაგრამ აი თევენს ხო, რომელიც ლაპარაკობს იმპოტენცია. აი ეს არის აბსოლუტურად გეტყვი. აქ უკვე შენ სიტუაცია და ვის ატყუებს შენ, აი ეს ორი LGBT იდეოლოგიით ვერ მოიგებ ომს. ვერა. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ხო, იცი რა მეინტერესებს მან. იმიტომ რომ ომი თვითონ რომელიც აშინელებაა, მაგრამ ეს სხვა ტიპის ამბავია. იცი როგორ არის ის რომ ხა თქვენ მზად იყავით რომ იომოთ ამისთვის უნდა იყო ნაპოლეონი და ნაპოლეონი რო იყო ეს უნდა გეტყობოდეს რომ ნაპოლეონი მაგრამ საერთოდ სახარე ხარსო ჩამოთქვარი საშკორავში ეტყობაო ესე იგი და ამას ამბობენ ადამიანები რომლებიც აი როგორი სიტუაციაა აი რუთე ნატოს საწინააღმდეგო არა მაქვს მაგრამ ერთი სიტუაცია მაგრამ რუთე მომი არ იცის იმიტომ კი არ იცის შეიძლება შოპენჰაუერი იცის არ ვიცი არა ვარ დარწმუნებული მოკლედ მაგრამ ეს რაც ნამდვილად არის ომი ნამდვილად არ იცის იცი და ომზე რო საუბრობ ომი როგორი სიტუაცია ომი უნდა იცოდე გვამის სუნი უნდა იცოდე ცეცხლი უნდა იცოდე და უნდა იცოდე ჩვენ მამაპაპები როგორც იბრძოდეთ ისე უნდა ვიბრძოლოთ არა ხო და ნახე ამიტომაც დღეს ევროპა არის რომ ლაპარაკობს აი ომი უკვე ლიტერატურიდანაც კი თითქოს ესე გაგარიციან და ომი მათთვის არის ამბავი და ლაპარაკობენ ამათ და ეს ევროპა მერცხელ გადაიტანა როდესაც რომში ტექნოლოგიურადაც ყველაფერი იყო მაგრამ დამეტადათ უნდათ ხოლოდ კაი ცხოვრება და აღარ უნდათ ესე და სხვებს უნდა ებრძოლათ გერმანელებს და ბარბარებს იმ სხვა მე მოუტრიალეს ეხლა რაც მე გვეთქვა ხო დამწავდნენ ეგეთი რამე რო გვეთქვა ჩვენ მაგრამ ახლა შეიძლება რომ ტრამპმა რო თქვა რომ თქვენო განიცდითო კრიზისო ევროპელები კარგავთ სახესო რამე კი არა თქვა ადამიანი არ გიყვარდესო შენი სახე არ დაკარგო
და კარგავთო და პირობითად დავარქვათ, პირობითად ახალი ევროპელები რო არიან. და ესე რომ საცხადებენ. ამათ ეკითხება ვინმე უნდათ იმათ ომი და ახალი ევროპელები და საერთოდ ამ ევროპელები ფასეულობების მიმართ თვითონ ევროპაში როგორ არის და მათი დამოკიდებულება როგორ არის მათი ისინი რა და თქვათ შორის ესა აქაც ხდება ხოლმე და არ დაგვავიწყდეს რომ ის ახალი ევროპელები გენეტიურად ძალიან ნიჭიერი ხალხის შთამომავლები არიან. აქ ეს ევროპული ქედმაღლობა მათ მოეჩვენათ, რომ ეს იყო მეორე ხარისხოვანი ადამიანი. მათ დაავიწყდა შეკარგად მოგეხსენება, რომ სწორედ დიდწილად მაგალითად არაბების იცნობენ ეგენი ანტიკურ ფილოსოფიას. ეს ხალხი ალგებრის შემქმნელია და კულტურა და მათ უსწრებს წარმოიდგინეს, რომ ეს რაღაცა ეს ტრადიციული დამოკიდება ეგენი ვინ არიან კაცო აქ მოვლენ და ფეხსაცმელებს გაწმიდავენ და თავისთვის იქნებიან ავიცენა ალფარაბი და მათ თავისი პირველი სქოლასტიკოსები ასე ქვია თავისი ეგეთი სიტუაცია მათ ეგეთი პეტრე ლომბარდიელმა ათარგმნა არაბთან ერთად ერთ ყურანი თარგმნეს მე-10 საუკუნეში რატო რომ გავიგოთ როგორ აღწევს ეს ხალხი წარმატებასო ხო იგივე დამოკიდებულება იყო ინდოეთის მიმართ ინდოეთის მიმართ ევროპაში იყო აგერა ლამის ჩვენ მოვესარით და ბოლომდე იყო რომ მეორე ხარისხოვანი ამას ხოვეს მეორე მესამე ხარისხოვანი ეგონა ბრიტანეთს კიპლინგი რას ამბობს გასაკვირველია კიპლინგი ნობელის პრემია გაღებული კიპლინგი ამის შემდეგ რაღაც სიტყვას თეთრკანიანის ტვირთი არის მართვა ხოლო იმათმა შექმნა ლიტერატურა ისინი იყო მჭვერტელობაში ხოლო ჩვენ უნდა ვმართოთ გასცირითი არეთ ულიდეთ ზვირთს მიადევნეთ ზვირთი წარშეკრულება ზიდეთ თეთრკანიანის ტვირთი და იქ თელი ამბავი რომელიც დამოკიდე ჩინელების ის თქვა მინდა ამჯერად რომ ჩინეთი ვერ მოახერხეს მას ბოლომდე ხონდათ მათ დამოკიდებულება რომ ოპიუმის ომება და პირველი ეკონომიკა იყო ოღონდ იცი რომ მათ გაუჩნდათ განიდების და უპირატესობის განცდაზე დაეყრდნენ და აი ოღონდ მაინც და მაინც ჯერ საერთოდ შეცდარია ნებისმიერის მიმართ აღება იმიტომ რომ ადამიანი ღმერთმეს არ შეუძლია მაინც და მაინც ამოირჩიეს ის ადამიანების განუვითარდათ იმ ხალხების მიმართ იმ ქვეყნების მიმართ რომელთაც სადეწყებათ სიტუაცია რომელიც აღმოაჩინეს და ესეთი ალბათ აღმოჩენა არ ჭირდებოდა დედამიწის დამფუძნებლები არიან და ცივილიზაციის დამფუძნებლები ჩინური უწყვეტი ცივილიზაცია მე არ დამეძლო სი ძინპინთან არის ტრამპი ჩასული და ეს უყვება აი 5000 და უცებ ტრამპი ჩერდებოდა მე თქვენ ისინი ხართო და აი უცებ დავინახე რომ მის თვალში იყო გაოგნება რომ დაინახა რომ თურმე აი ეს კონფუცი აი ეს ლაოძი და სი ძინპინი ერთი კულტურის წარმომადგენლები არიან და ეს კულტურა არსებობს 5000 და მეტი წელი და თავის ეს მომავალს უყურებს 1000 წლით ესე იგი ნაკლებად არ უყურებს ჩვენ უყურებთ 3 წლით ესე იგი ამ სიტუაციას და უყურებთ იგივე ამ აი თუნდაც ეს მთელი ამბავი რაც არის გამოდიანი რუთი რაღაცა სიტყვის მე ეს სიტყვის მე წავა მე გადაირჩენს მე ის იმას იზამს მე ამას იზამს და ამ ესე იგი სერიოზულად ლაპარაკობენ ესე ჩინეთზე ასე ვთქვათ რომელიც ამ კონფლიქტში თითქოს დედამიწაზე არ არსებობდეს და ესენი 2000 ესე იგი რატო რომ ჩვენ ახლა უნდა ვიცდეთ გამოვიდა მე რა ჯინჯილები უკეთია იმ ბრიტანეთის იმას ხო და 2030-ში აპირებს ბიჭი ომს პუტინთან 2030-ში ეს ხო ის რო ცნობილი ხუმრობა არის ესა ნოვჩერა ესა ზატრე რუბლია ზატრე ნოვჩერა ნოკრაო ბანში ომსიობ აი მე ჩერეს პეაზლეთ აი გიშველი ხო ისა პაპაგუო ხო ბიბინოში არ არის პუტინს ეს კი ჩერეს ტრიგო და პაპაგუო იმას რა ქვია ტაფას კი ბატონო არა მან ერთი მომენტი ანუ აი რომი და ბარბაროსები რო ახსენეთ რა რომ ვინ უნდა იომოს? ამაში ომი ვინ უნდა იომოს? ანუ ევროპელებს იმის განცდა აქვთ, რომ აბსოლუტურად მართალია, შინაგანი ბარბარიზაცია მოხდა. არაბები და თურქები იომებენ რუსების წინააღმდეგ. თუ ევროპელები იომებენ იმისთვის, რომ მიგრანტებმა კარგად იცხოვრონ მერე ევროპაში. ძალიან კარგია, ძალიან სწორია. რა ამ ომს ვინ არიან ისინი, ვინც უნდა იომონ და ვისთვის? მახსენდება შესანიშნავი წიგნი, რომელიც ეხლახან გამოვიდა 1 წლის წინ რომელიც ძალიან ისე წავიკითხე დაკვირვებით შესანიშნავი ავტორია ყველა მიცით ორივემ ემანუელ ტოდი და მისი წიგნი დასავლეთის მარცხი დიფით გერმანულად თარგმნეს როგორც ეხმაურება შპენგლერის ცნობილ წიგნს Untergang des Abendlandes
Niedergang ესე თარგმნეს გერმანულად. ინგლისურად ჯერ თარგმნილი არ არის. ძალიან სიმპტომურია. სამი თავი ეთუნება ამ შეერთებულ შტატებს და შეერთებული, დასკვნა არის ესეთი. დემოგრაფიული და ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, დასავლეთი ფაქტობრივად უკვე შეიძლება ითქვას, რომ მარცხნიანიცადა დასავლეთმა როგორც ასეთმა ემანუელ ტოდმა მარგოს ირთავს ჯაყოვი. აი ზუსტად 70-იან წლებში მან დაწერა წიგნი. და ეს იყო აი არავინ არ დაიჭერა 74 წელს გამოვიდა მისი წიგნი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შესახებ. წმინდა დემოგრაფიულად ივარაუდა რომ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებდა. რატომ? და ეს არის ყველაზე საოცარი რაღაცა. მან დაინახა რომ საბჭოთა კავშირში მოიმატა ჩვილების სიკვდილიანობა. ეს პარამეტრი კიდე სხვა პარამეტრებს მიუყენა და დაწერა წიგნი, რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად ზუსტი პროგნოზი. მეორე წიგნი დაწერა, არა, ბევრია დაწერილი, მაგრამ ამ 2000-იან წლებში ამერიკის Decline of America, ინგლისურ თარგმანი ესეთია. და მართლაც ჩვენ სვაცენ, ჩვენ ამას ვხედავთ, რომ ერთპოლისიანისა მესამე წიგნი ამ ასევე კიდე მეტი აქვს დაწერილი, მაგრამ მე ვამბობ, სადაც აი პირდაპირ პროგნოზებია. თან ეს არ არის ფილოსოფია და მეტაფიზიკა აბსტრაქტული, ეს არის სავსე არის სქემებით, სავსე არის ცხრილებით, დემოგრაფიული მონაცემებით და ბოლოს ესე ამთავრებს, რომ რა თქმა უნდა, რა ქვია, გარკვეული შურისძიება როა ეს თქვა ასე ბუნებრივი შურისძიება მესამე სამყარო იმარჯვებს პირველ სამყაროზე დემოგრაფიის მეშვეობით. აი ზუსტად ეს დასკვნა გამოაქვს. არა, მე თვითონ მემარცხენე ვარო და ტოლერანტი და ძალიან მომწონს, მაგრამ სწორედ ეს რელიგიური და ერთ-ერთი პირველი მომენტი რა არის? გამოყოფს რელიგიის სამ დონეს. პირველი როცა რელიგია არის ცოცხალი, მეორე როცა რელიგია გადადის სეკულარულ ნაციონალურ ზომბი რელიგიას უწოდება და მესამე ნულოვანი რელიგია, რაც არის დასავლეთში. დასავლეთი აგებს რუსეთთან, იმიტომ რუსეთში არის ზომბი რელიგია, ანუ არა რელიგია არა როგორც აი ცოცხალი როგორც იყო საშუალო საუკუნეებში, არამედ როგორც დაკავშირებული ნაციონალურ იდეასთან. სხვა თვისით მე მგონი რომ საქართველოს ზომბი რელიგია გვაქვს. ხო და აქედან გამომდინარე დასავლეთი რომელშიც არის ნულოვანი რელიგია, განაპირობებს ნულოვან მეხსიერებას, ნულოვან საზოგადოებას, სრულ ფრაგმენტაციას. კი ბატონო. და საბოლოოდ დემოგრაფიული კოლაფსი. ჩვენ უნდა დავასრულოთ და შენი ესე დავასრულოთ ოპტიმისტური დასავლეთის დასასრული. არა, ოპტიმისტური თქვი ხა ჩვენთვის. არა, ჩვენ ესე იგი უყურე თუ ემანუელ ტოდის ისტორია ესე იგი ევროპა უკვე არის ანუ ზუსტად დემოგრაფიული თვალსაზრისით რაღაც პრობლემები გვაქვს. მაგრამ ბოლო მომენტში, ბოლო პერიოდში, რომელიც მათ შორის საქართველოს პატრიარქის ინიციატივასაც უკავშირდება, დემოგრაფიული პლუსი გვაქვს გადინება ხდება. აი ეს მომენტია. ანუ ჩვენ ახლა ყველაზე ძალიან რაც გვჭირდება არის წელს ვიყო თუ არ ვწდები რომ შემოდინება მეტი იყო ცოტაც მაგრამ პანდემიის დროს ამიტომ მე ესე ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ გადავიჩეხეთ აი ამ ომში უკრაინულ ომში სადაც მოაზრებული ვიყავით როგორც მოლდოვა და ჩვენ როგორც მეორე ფრონტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამით ჩვენ შევინახეთ მოსახლეობა. თუმცა მოლდოვას ნაკლები მნიშვნელობა ქონდა მანდ, იმიტომ რომ ერთი ფრონტის ხაზი, ერთი ფრონტის სივრცე გადაიქცევა. აბსოლუტურად, თავარი იყო რუმინეთის მომენტი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მან ორი. ჩვენ რო თქვა ხას რო ხშირად ეჩვენებათ რომ საქართველოს და რომან მოტყუება, ასაკურა ეს იგულისხმებოდა რომ აქ გარდა იმისა რომ ეს უნდა იქნებოდა სამხედრო პოლიგონი, ეს იქნებოდა უამრავი დაქირავებულებისათვის აქ შემოსვლა და სერიოზული პრობლემა იქნებოდა. და იმაში რა ქვია, სირიაში და ერაყში მოთავისუფლებული ტერორისტების გასავლელი უკვე შეიძლება მე მგონი თავისუფლად ამ რადგანაც უკვე პრაქტიკულად ომის ბედი გადაწყვეტილია, ხო ხედავთ რაც ხდება. ამიტომ ჩვენ შეიძლება უფრო ღიად ვთქვათ. რა თქმა უნდა მეორე ფრონტი იყო მეტაფორა. სინამდვილეში საქართველოს უნდა ყოფილიყო ვეისტლენდი. ანუ არავისი მიწა
სადაც გაივლიდნენ და გამოივლიდნენ ეს ძირითადად რა თქმა უნდა ისლამური დაქირავებულები, რომლებსაც უნდა აეფეთქებინათ რუსეთის ეს იყო მოდელი, თორე აქ ეს თავის ხელისუფლება კი არ უნდათ. აქ უნდათ საქართველოს აფეთქება, რომ ეს ყოფილიყო აი როგორც ოკუპანტები თქვენ პრახადსაც ეს ბაქიცოდეთ ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იყო რუსეთისთვის იყო რა თქმა უნდა ჩრდილო კავკასია საერთოდ როცა ხდება დაშლა იმპერიების ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ ნათელია აქედან გამომდინარე პასუხიც მისი იქნებოდა ადეკვატური ერთ საათში თუ უკრაინას დაჭირდა 4 წელი და აქ კიდე სხვა ჩანაფიქრიც იყო ეს მარტო უკრაინული ომი ხო არ არის ეს არის დასავლეთის ომი რუსეთთან უკრაინის მეშვეობით რომ უკრაინას აქვს რესურსი 45 მილიონი მოსახლეობა უამრავი ქარხანა ფაბრიკა უამრავი ინტელექტუალური რესურსი ფიზიკოსები ქიმიკოსები ჯერდე ხო თქვა ბოლომდე სიმართლე რომ უკრაინა და რუსეთი არის ერთეიგივე ინტელექტუალურად უკრაინა და რუსეთი ერთეიგივეა აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად ფანტასტიკურად განვითარებული ეს იყო პროქსი ომისთვის იდეალური ტერიტორია სად არის ფრონტის ხაზი 2000 კილომეტრი რესურსებიდან უკრაინელებს რა უყვერთ რომ როგორ მოახერხეთ ქართველებმა ჩვენ ის რაც მათ ვერ მოახერხეს იმიტომ რომ ინტელექტუალური რესურსისაც კი 1000 ჯერ აგვემატებიან ისე როგორც ტერიტორიით მაგრამ ისე ვამბობ აქ თავარი არის არა გეოგრაფია არამედ ისტორია ესე იგი მე ესე ვიტყოდი უკრაინას აქ ისტორია რომელსაც არა გეოგრაფია და ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორია ეს არის გეოგრაფია რომელიც მოხარშულია ისტორიაში ხო ყორღანებიდან გნოლი აფრინდა რომ დავიწყოთ ხო რა გადაიარა რა აი ეს გიორგი ლეონიძეს ამ ლექსში მოცემულია საქართველოს გეოგრაფიული ფილოსოფია კი ბატონო ახლა თუ არ დავამთავრეთ მე მე გაგვიჭირდება კიდე ხო და ეს ოპტიმისტურად დავამთავრეთ ყორღანებიდან რომ გნოლი აფრინდა აბარდოს გადაიარა მადლობა სტუმრობისთვის და ხილისთვის წარმატებები შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდეგ პოდკასტში კარგად ვზამდებოდეთ